ყველას აქვს. კი, რა თქმა უნდა. გახდა სულ ერთიანობაზე. თავარი პრობლემა არის ნდობა რა. თავარი პრობლემა ნდობა არის, მე სულ ვიძახი მაგას, რომ თავარი პრობლემა არის ნდობა. ერთადერთი მოვალეობა დღეს ოპოზიციას რაც აქვს არის მაგის გაკეთება. შექმნას ალტერნატივა. მან დარი რაღაცა ტექნიკური საკითხები, რომელიც არის გადასაწყვეტა. მე მაქვს ჩემი ხედვა, ვიღაცებს სხვა ხედვა აქვს, ვიღაცებს კიდე სხვა ხედვა აქვს და არა, ეს არ გაგრძელება 3 წელი. მე ზუსტად ვიცი, რომ ბევრი დრო არ აქვს. ცოტა მაქვს დარჩენილი, არც ბალამუტისთვის ძალია, არც მაიმუნობისთვის ძალია. დარჩენილი გულსხმო დაგიჭერე. ნუ დიდი მაღალი ალბათობაა იმისი, რომ მე ვისე უკან შემაგდო. არანაირი აზრი ამ ერთობას არ იქნება, თუ ეს ერთობა ვერ მოახერხებს ან გამოკვეთოს, ან აირჩიოს ლიდერი. ამის შანსი რამდენად არსებობს? თუ ხამწუში მაგის პერსპექტივასაც ვერ ხედა, მაგრამ იმიტომ კი არა მაგის პერსპექტივას ვერ ხედა. საკუთარ თავს 5 რო იყოს და 10 რო იყოს და 20 რო იყოს, მე გინდა მე წარმოგიდგენ ეგეთი. არა, წარმოგიდგენ არა, კონკრეტულად ვიძახე, საკუთარ თავს არ გჯერა. და რატო არ ფიქრობ, რომ შეიძლება კონდეს ეს ამბიცია და ჯანსაღი იყოს ეს ამბიცია? რო გახდე ლიდერი. არა რეალისტური ამბავი მგონია, იმიტომ რომ რაც შენ წინააღმდეგ პროპაგანდას აქვს ნამუშევარი წლების განმავლობაში, შენ არიცი ამ ქვეყნის საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტში როგორ ვარ გაშავებული. ახავდი ალბათ თქვენი ყოფილი თანაპარტიელის ვახტანგ მეგრელიშვილის პოსტს. ფაქტობრივად ისე გამოდიოდა, რომ მითხრეს, რომ დამიდასტურეს, რომ კიო, ივანიშვილისგან გვაქვს გარანტიები. ჩემთან მიმართებაში ეკითხა, საერთოდ არ დაუსვია, რამე გარანტიები მაქვს თუ არა ბიზნესზე. ანუ არაფერს არ აკეთებს, არაფერს ალაპარაკობს, ისე რომ მაგას სახთან დახვდნენ ტიტუშკები და მე სახთან მიღბიანი ტიპები ხვდებოდნენ და იარაღის გამოყენება დამჭირდა ორჯერ, მათ შორის ერთხელ სრულად დამჭირდა, რომ გადავრჩენილიყავი. მოგესალმებით, მე ვარ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი და ეთერშია გადაცემა პოლიტქალაქი. დღეს გადაცემაში ვისაუბრებ თემაზე, რამდენად შეუძლია ოპოზიციას გაუწიოს წინააღმდეგობა ბიძინა ივანიშვილს. რამდენად შეუძლია ოპოზიციას შექმნას ერთიანი ალტერნატივა, რამდენად შეუძლია გაერთიანება მას. როგორც იცით, დღეს ბევრი საუბრობს, რომ ერთადერთი საშუალება დაუპირისპირდეს ოპოზიცია ივანიშვილის ხელისუფლებას არის ერთობა. თუმცა ამ ერთობის მიღწევა ოპოზიციაში ვერ ხერხდება. წლებია საუბარი ერთობაზე, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი არ გამოდის. ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, ვინც ერთობაზე საუბრობს და ეს მიაჩნია ერთადერთ გამოსავლად, არის ზურა გირჩიჯაფარიძე, რომელმაც, როგორც იცით, ციხე სულ რამდენიმე დღის წინ დატოვა. დღეს ჩვენ გადაცემის სტუმარი სწორედ ის იქნება და მასთან ოპოზიციის ბრძოლის სტრატეგიაზე ვისაუბრებთ. მოგესალმებით რა. სალამი. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენ პირველ შეხვედრად ციხიდან რაც გამოხვედი და ესეთ ფორმალურ გარემოში თორე ფორმალურ, ხო, ინტერვიუს ვიზა. მარშებზე ხვდებით ხოლმე. მარშებზე ხვდებით, კი და მაინტერესებს აი რაც გამოხვედი მას მერე ქართულ პოლიტიკაში რაცაც ხედავ, რამე შეცვლილია უარესობისკენ არის, უკეთესობისკენ არის, ძირითადად ოპოზიციის მხარეს ვქიო, მაინტერესებს. კი, როგორია, შეცვლილი არის. მე მგონი მაინც ჯამში უკეთესობისკენ არის რა. გაგებით რომ რასაც ველაპარაკებია ადამიანებს, რაზეც წლებია მე ვსაუბრობდი, რომ ძალების გაერთიანება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, მაგაზე მგონია რომ ბევრად უფრო ადიოლი არის კონსენსუსის მიღწევა, იმიტომ რომ ვისაც ველაპარაკები, მაგაზე ყველა თანხდება. შეიძლება განსხვავებები იყოს რაღაცა ტექნიკურ დეტალებში, რა ფორმით უნდა მოხდეს ეს და რა სახე უნდა მიიღოს და ასე შემდეგ, მაგრამ არსებითად რომ ძალების გაერთიანების გარეშე სხვა რაღაცებზე საუბარი, სხვა რაღაცების კეთებას დიდი აზრი არ აქვს, მაგაზე მე მგონი სრული თანხმობა არის. პლუს შეცვლილი არის ასევე აი ეს სამოქალაქო ჯგუფებიც რა. რუსთაველზე რო ხალხიდან ან პროტესტში ვინც მონაწილეობენ და ნუ მაგათ მიღმაც სანამ დამიჭერდნენ, მანამდეც ქონდა მათთან საუბრები და მაგის მათ შეხება არ ქონია ზოგადად პოლიტიკურ პროცესებთან და ნუ რაღაც სხვადასხვანაირი წარმოდგენები ქონდათ რა არის საბოლოო ჯამში ეს პოლიტიკური პროცესი და თუნდაც აი ერთობის შეკვრა რატო ვერ ხერხდება ამდენი წლების განმავლობაში მათი დამოკიდებულება იყო ის რომ რაღაცა რა გახდა ესეთი შეუძლებელი რაღაცა. ეხლა რო უყურებდა რომ ველაპარაკები, თვითონ ეს ადამიანებს ბევრი რაღაცები ცადეს და ამ თვეების განმავლობაში რაღაცები გამოვიდა, რაღაცები არ გამოვიდა და მათი დამოკიდებულება ზოგადად ამ პროცესისადმი არის ჩემი აზრით ბევრად უფრო პრაგმატული და დამიწებული, ანუ ესმით რაღაცები ასეც მანამდე ვერ ხედავდნენ. არა, ესმით რა პრობლემები არის, რა პრობლემები არსებობს, რატო ვერ ხერხდება რაღაცების გაკეთება, რა შეიძლება ჩანდეს და რა პრობლემები არსებობს. აი რამდენი ხანი. ნუ თავი პრობლემა. კითხვა ყველას აქვს. კი, რა თქმა უნდა. რა გახდა სულ ერთიანობაზე. თავი პრობლემა არის ნდობა რა. თავი პრობლემა ნდობა არის, მე სულ ვიძახი მაგას, რომ თავი პრობლემა არის ნდობა. საბოლოო ჯამში რაღაც თვალსაზრისით უკან რო ზუმაუთ რო გააკეთო შეხედვა ამ სიტუაციას 90-იანებში რაც ხდებოდა წარმოიდგინე რაღაც ამ ეროვნულ მოძრაობაში, როცა ნდობა არ არსებობდა ერთმანეთში და ყველა ერთმანეთს ხო მართლა ხო ხა
სუკის აგენტს ეძახდა ყველა ერთმანეთს, ხო? ესენი ამაზე ქონათ ეჭვი, ამაზე ქონათ ეჭვი. ეგეთი მდგომარეობაა ახლა? ნუ ფრად ეგეთი არ არის, რომ ყველა ერთმანეთს ახლა სუსის აგენტს ეძახდეს, მაგრამ ან დობარ არის მის გამო, რომ ხო ფიქრობენ, რომ შეიძლება ვიღაცა რაღაცა ამ ბიზნესთან რაღაც თამაშობდეს, ან ადრე თამაშობდა და შეიძლება რაღაცა ეჭვი ქონდეს, რომ რაღაც ახსნილი არ იყოს, ან ფიქრობენ, რომ ბოლო მომენტში კრიტიკული ის თუ დადგება, მან შეიძლება არ იყოს სანდო, იმიტომ რომ რაღაცა არ ვიცი, სადღაც რაღაცა არ იყოს სანდო, ანუ რაღაც დღევანდელ რეალობაში შეიძლება იყოს რაღაცა შეიძლება გავყვე, მაგრამ მე რაღაც კრიტიკულ მომენტში შეიძლება აღარ იყოს სანდო და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ რავი, ეგ თუ არ გადაილახა, ჩემს გაჭირდება. როგორ უნდა გადაილახოს? მე ვერ ხვდ, მე არ მაგის გადალახვის ორი გზა არსებობს. ერთი გზა არის ის, რომ კომუნიკაცია არსებობდეს ამ ადამიანებს შორის და ერთად რაღაცების კეთება დაიწყონ და მხოლოდ მაგ შემთხვევაში შეიძლება დროთა განმავლობაში გაჩნდეს ეგ ნდობა. მაგ ნდობას ახლა ესე ხო ვერ გააჩენ რა. რაღაცები გატეხილია და იმის გამთლიანებას დაჭირდება დრო. რომ გამთლიანდეს მაგას ჭირდება ის, რომ ერთად რაღაცები ვაკეთოთ რა. და იმის გამო რომ ნდობა არ არის, მათ შორის არც ესეთი საკმარისი კომუნიკაცია არ ახლა რაღაც კომუნიკაცია ცხადი არსებობს განსაკუთრებით ახლა როცა გარეთ მუშაობაზე ლაპარაკი კომუნიკაციაც არსებობს და თანამშრომლობაც არსებობს და ჩემს კარგადაც არსებობს მაგრამ ნუ ის იმ მასშტაბის კომუნიკაცია არ არის რაც დობას გააჩენს და ნუ თუ ეგ ვერ ხერხდება მაშინ უბრალოდ წესებზე უნდა შევთანხმდეთ რა ხო და რაზე უნდა აი ხა მიდის მაგაზე საუბარ მე არ მითხარ პროცესს წინასწარ მოყვე იმიტომ თან ჩემი დაძრული პროცესი ეგ არ არის ჩემამდე დაძრული პროცესია ცალკე სამოქალაქო ჯგუფებში ცალკე პოლიტიკურ პარტიებში არის მაგაზე საუბარი და მე რასაც უყურებ რავი მნიშვნელობა წინ არიან წასულები მათ შორის აი ლიდერების გარეშე როცა ლიდერები ციხეში ვიჯექით და როგორც კი რაღაცა შეთანხმება მოხდება მაგას საჯაროდ გარეთაც გამოვიტანენ და რა მეც ვიქნები ალბათ მაგის ნაწილი ხო მაგრამ ეს არ იქნება ერთიანობა როგორც ვთქვი არა ერთიანობა იქნება ხო წესებზე თანხმობა ოღონდ მათ შორის იქნება ერთიანობა და განსაზღვრული იქნება რაზე არის რის გარშემო არის ეს ერთიანობაც რა ოღონდ ეს არ იქნება მარტო ის რაც აქამდე გვესმოდა რომ რაღაცა უბაოდ რაღაცა მარტივი координация რაღაცა კითხეს координациაზე ბევრად მეტი იქნება მათ შორის თამაშის წესებზე იქნება შეთანხმება ხედვებზე იქნება შეთანხმება და ასე შემდეგ ანუ ბევრი რაღაცები ხედვებზე და თამაშის შეთანხმება ერთია და ერთიანობა არის მეორე ერთიანობაში ხალხი როცა თქვენ რას გულისხმობთ არ ვიცით პოლიტიკოსები მაგრამ ხალხი რასაც ითხოვს არის ალტერნატივა ხო ანუ არსებობს ხელისუფლების ალტერნატივა ნიშნავს ერთი ძალა უნდა არსებობდეს ადამიანი უნდა ხედავდეს ერთ ძალას. ამას მე მგონი მარტო ხალხი კი არა, დასავლეთის ამას ითხოვს, როგორც ვიცი, დასავლეთის ის პარტნიორები მას ეუბნებიან ოპოზიციონერებს, რომ ერთი პირის დაგველაპარაკენ. კი და სწორია. მე მანდო არა. ხო და ყველა ელოდება, რომ რაღაც ოპოზიცია შექმნეს ერთადერთი მოვალეობა დღეს ოპოზიციას რაც აქვს, არის ეს შექმნას ალტერნატივა. ანუ თუ ვიძინა წავა ან რა ვიცი გაუშვებთ ან გადავირჩევთ ან რა ვიცი რა გზითაც იქნება ვინ მოვა მის მაგივრად ხალხმა რო იცოდეს ხო და ეხო ან ბრძოლაში თუ ბრძოლა არის საჭირო და რაღაცა ქუჩა და აქციები არის საჭირო ასე შემდეგ ამ აქციებში ვის გაყვეს ეს იცოდეს კი, არ მაგაში მე მანდო არ. 90-იანები ახსენე. ხო, მანდ არის ტექნიკური საკითხები არის მაგაც. ეხლა ვიღაცა კითხვა არის ის, რომ ანუ ეხლა გასაგები ამბავია და მეც მანდო. ჩემი აზრითაც რაღაცა ერთი ბრენდის და ერთი კოლგის და ერთი მის ქვეშ არის ყველაფერი გასაკეთებელი და მათ შორის ეგ ალტერნატივა უნდა დაიხატოს და რავი ეგ არის ისეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაკვეთა რომელიც რავი მე ხო ველაპარაკები უამრავ ადამიანს ხარ რაც გამოვიდა მე მარტო პოლიტიკოსებს არ ველაპარაკები და არც მარტო რუსთაველზე არ ველაპარაკები ხალხს და არც მარტო სამოქალაქო ჯგუფებს არ ველაპარაკები უამრავ ადამიანს ველაპარაკები აი ისეთი ფართო დიაპაზონის და შეხედულებების და იმის ხალხი არის რომ სხვადასხვა რაღაც მაგრამ ხო არსებობს რაღაც პრინციპული საკითხები რაზეც დაკვეთა მოდის ეს არის მათ შორის რომ გასაგები გამარჯვების გზა უნდა დაინახონ იმიტომ რომ რავი უნდა გარისკოსო წამოყვეს ამ ბრძოლაში ეს არის მათ შორის ვინ მიუძღვება ამ გამარჯვებისკენ ალტერნატივასაც ეძახით. ოღონდ მან და მაგაზე მგონია რომ კონსენსუსი არის. გონია კი რა ხედავ რომ კონსენსუსი არის მათ შორის პოლიტიკურ მოთამაშეებში და ამ სამოქალაქო ჯგუფებში. ოღონდ კითხვა არის ის რომ ეს ალტერნატივა ტექნიკურად როგორ იხატება. ეს ალტერნატივა რა არის? ხო მე გამოვდები და მიძახი რომ მე ვარ, ხო ეგ იქნება. არა, მან არსებობს ორი გზა. ხო მარტივი არის. ერთიანდებით ყველა ჩვენ რაღაც ამბიციებს უკან ვდებთ და ვქნით ერთიან პარტიას, ერთ პარტიას, ერთ გუნდს, არ ვიცი, რასაც დაარქმევთ, ეს ერთი, ან მეორე გზა არსებობს. ვერ ერთიანდებით და ერთ-ერთი თქვენგანი იღებს ლიდერობას თავის თავზე, სხვებს ჩარეცხავს და რჩება მარტო ველზე. ან ერთიანობის ან კონკურენციაში მოგების გზა არსებობს. გავიგე. მე მგონი რომ ცოტა უფრო რთულად არის ეგ საკითხი, იმიტომ რომ ერთი რომ მეორე გზა მე მგონი რომ არ არსებობს. ეხლა როგორი ისიც არ ვიცი როგორი წარმოდგენაც არ უნდა კონდეს და რომელი ლიდერიც არ უნდა მოწონდეს და გიждდებოდეს, ეგეთი ლიდერი აქ ხა ვერ დაიბადება. ჩემი აზრით ვერ დაიბადება. მაგრამ გამსახურდია მე გააკეთა რომ ვერ ერთიანდებოდნენ ისინი
მე რა თქვას, თქვენი გზა, მე ჩემი გზა მაქვს და ხალხი გაყვას ზვიაც. ნუ მე მგონია რომ მაგის რესურსი იმ რეალობაში ალბათ ეხავართ უბრალოდ მგონია რომ არ არსებობს და რომს გამოჩნდეს ეგეთი ვიღაცა მგონია რომ ორ კვირაში ისე გააშავდნენ გააფუჭებენ და მათ შორის შეაგდებენ ციხეში რომ დამთავრდება ეგ ამბავი ეგრევე ამიტომ მგონია რომ ეგ გზა არ არსებობს მეორე გზაში გეთახვები ოღონდ მეორე გზაში როცა ლაპარაკობთ იქაც კითხვა არის ანუ ვინ ერთიანდება მარტო პოლიტიკური პარტიები პლუს ეს აქტიური ხალხი ვინც ახლა ბოლო პერიოდში გამოჩნდა ეგ არის საკმარისი და ბიჭო არ ვიცი მაგაზე გვაქვს მართლა ხა დისკუსია და ჩემი პოზიცია რა გასაგები იყო ჩემი პოზიცია არის რომ ჩვენ გვჭირდება ადამიანების კრებული, მათ შორის ცხადია პირველ რიგში იქნება პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და შემდეგ სხვა ხალხიც, მაგრამ ეს უნდა იყოს ისეთი კრებული, რომელსაც ეკრება მაქსიმალური ლეგიტიმაცია, რაც შეიძლება კონდეს, ანუ დემოკრატიული ლეგიტიმაცია ხალხისგან. ხო და ლეგიტიმაცია როგორ უნდა განისაზღვროს? ხო და მე ვიზახი რომ მანდ არის კაკის მექანიზმი არის გასაკეთებელი, რომელიც მაგ ლეგიტიმაციას განსაზღვრავს, რაღაცა მექანიზმი, სადაც ადამიანები ჩაერთვებიან პროცესში და ადამიანები თვითონ აირჩევენ მაგ ლიდერების კრებულს. და მაგის ალტერნატივა რა არის, რომ ჩვენ ვთქვათ, რომ აი მე მაგალითად რაღაცა წინა გაყალბებულ არჩევნებზე რაღაცა ლეგიტიმაცია მივიღე, მე მივიღე, ჩემა კოალიცია მიიღო, სხვა კოალიცია მიიღო, კიდე მესამე კოალიცია, მეოთხე კოალიცია და ამიტომ გვაქვს ლეგიტიმაცია. რაც ჩემი აზრით, რაც ლაშის ლოგიკა არის, მაგრამ ცოტა მოყანყალებული ლოგიკაა, იმიტომ რომ იმის მერე მილიონი რაღაცა მოხდა. მილიონი გზები გავიარეთ ახლა რაღაცა სიტყვაზე. გახარია იყო ერთ-ერთი მოთამაშე, ხო, მსხვილი მოთამაშე იმ 4-ში და პარლამენტში შევიდა. მაგის მერე რავი, გაეზარდა რეიტინგი, დააკტა რეიტინგი, ლეგიტიმაცია მოემატა ხალხისგან თუ არა. ლელო შევიდა 4 ოქტომბრის ეგრეთ წოდებულ არჩევნებში, კოალიცია, მეორე კოალიცია არ შევედი თამაში. ამის გამო ვის მოემატა, ვის დააკტა. ჩვენ ხო ჩვენი წარმოადგენლები გვაქვს. ჩემი ბაბლი უბედნიერესია, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რომ არ შევედი. რა ვიცი, ლელოს ბაბლი შეიძლება ასეთი უბედნიერია, რომ იმათა საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ ჩვენ ხო არ ვიცით ზუსტად საბოლოო ჯამში ვის რა დააკტა, ვის რა მოემატა და ამიტომ წარსული ლეგიტიმაციით საუბარი გაუგებარია. მაგის ალტერნატივა რა არის კიდევ? დაიკიდო ეგ წარსული ლეგიტიმაცია და თქვა რომ უბრალოდ დღეს ვისაც ქვია პოლიტიკოსები და ვისაც გვაქვს ფორმალურად პოლიტიკური პარტიები, ყველანი გავერთიანდეთ, მაგრამ ეგ საკმარისია, რავი, 400-ზე მეტი პარტია არის რეგისტრირებული იუსტიციაში. მე იმის თქმა მინდა რომ ანუ შეიძლება იმას კი რომ ეგრეთ შეიძლება გააკეთო, ისიც შეიძლება გააკეთო, მაგრამ მე ვიძახი რომ გამარჯვებისთვის მნიშვნელოვანია ისეთი კრებული იყოს პარტიების, პოლიტიკოსების და ასევე სხვა ადამიანების, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული პროცესში და რავი, რეალურად ხა ისინი პოლიტიკოსები არიან, ყველა ვინც წინა ხაზია, ჩემს დღეს პოლიტიკოსია, ვისაც ეკრება მაქსიმალური ლეგიტიმაცია, იმიტომ რომ პირობითად ვერ განსაზღვრავენ ხა, თუ არ ჩვენ რასაც არის. შეუულებრივად, თავი მაგალითად დაწყებული ქონათ მას ეგეთ რუიანი რო არის ეგეთ წოდებული, მაგრამ დაწყებული ქონათ რაღაცა რეგისტრაცია შეიძლება გააკეთო პლატფორმა, სადაც ამ ადამიანებს აუხსნრო და ყველა რეგისტრირდებით ეხლა აქ. ეს არის რაღაცა პლატფორმა, რომელიც არის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლთა საქართველოს მოქალაქეების, სადაც საერთო გაერთიანება. და თქვენ გაძლევთ მაგის უფლებასო, თქვენ გადაწყვიტეთ რა, ვინ იქნება ლიდერშიპი და ვისაც აირჩევთ, ჩვენ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ჩვენ უბრალოდ დაგემორჩილებით თქვენ. ხო, არჩევნები არა შეიძლება რეიტინგი გააკეთო, ხა ეგ არჩევნები არ იქნება, მაგრამ პირობითად ვიზახი რამში 21 საუკუნეა, როგორ არ შეიძლება ხა მექანიზმი მოიფიქრო, რითიც შეიძლება ადამიანები, მაგის გარდა მაგის მიღმა არის სოციოლოგია, რომელიც მე ნაკლებად ვჯერა, მაგრამ ამის უფრო ვჯერა იმ ადამიანების, რომლებიც გაბედავენ, ჯერ ონლაინ გამოჩნდებიან, მერე გაბედავენ ქუჩაში გამოვლენ და ასე შემდეგ. მე მაგისი უფრო ვჯერა, მაგრამ კიდევ მეორე ფარო იმის თქვა მინდოდა, რომ ხა რაზე შევთანხმდებით ნახავთ, მე რა უბრალოდ იმის თქვა მინდოდა, რომ სათქმელად პარტივია და გასაგებია რომ ალტერნატივა უნდა დაიხატოს. უბრალოდ ეს ალტერნატივა როგორი უნდა იყოს, როგორ უნდა დაიხატოს, როგორ უნდა მივიდეთ მაგამდე. აი იქიდან საიდანაც მოდივართ, თორსა ყველა ერთმანეთს დედასაგინეს და ტალახს ესვრის. მან დარი რაღაცა ტექნიკური საკითხები, რომელიც არის გადასაწყვეტა. მე მაგ ჩემი ხედვა ვიღაცებს სხვა ხედვა აქვს, ვიღაცას კიდე სხვა ხედვა აქვს და არა, ეს არ გაგრძელდება 3 წელი. მე მინიმუმ მეჯერით რომ გამოვედი, ჩემი გადაწყვეტილი მქონდა რომ გამოვედი, რომ მე მოვყვები მეთქი ჩემი რა არის სწორი თქო. და მათ შორის გამოდა საჯარო შეპირდი ხალხს, რომ ეხა ამ კვირაში არა და იქ კვირაში გამოვყვები თქო და მე ხალხი გადავაგდე. მარტივი მიზეზი გადავაგდე. ანუ არ გადამიგდე იმ გაგებით რომ სადღაც ეთერებში რაღაცები მოვყევი, მაგრამ როგორც უნდა მომეყოლა ის არ გამიკეთებია და არ გავაკეთე იმის გამო რომ ჩავთვალე რომ არასწორი იქნება, რომ რაღაცა შვიდთვიანი იზოლაციის მერე მე თვითონ ეხა რაღაცები მოვყვე პირდაპირ და მათ შორის ეხაც ამ წუთშიც გონია რომ არასწორი იქნება, რომ მე რაღაცები მოვყვე, როცა ჯერ ერთი საუბარი მიდის ეხაც პარტიებს შორის და სამოქალაქო ჯგუფებს შორის და პარტიასა და სამოქალაქო ჯგუფებს შორის და პლუს რავი კონკრეტულად ეხა იქითა კვირაში გამოდის მაგალითად გიორგი ვაშაძე ციხიდან. იმის შემდეგ ორ კვირაში დაახლოებით გამოდის ნიკა გვარამია ციხიდან და მინიმუმ რაც ვიცი ეს შემდეგ იმაში ორ კვირაში ეს ორი ადამიანი გარეთ იქნებიან. მე ხო ეხა რავი არასწორი იქნება დავდგეთ მე ან თუნდაც ვინმე და მოყვეს სალამეს ხალხი გამოვიდა მასთან დაილაპარაკებ რომ ეს კი არა ეს არის გზა რაღა დარჩე ხა ორი კვირა არის ამდენი ხანი თუ ვითმინეთ რავი ეს ორ კვირას დავრავთ გამოვიდნენ ეს ადამიანები გარეთ ჩაერთვებიან ამ პროცესში საბოლოო ჯამში მე რაღაცას აი არ გაიწელება ეხა 3 თვე და 7 თვე და რაღაცა რავი ჩემთვის პირადად მე არ მაქვს მაგდენი დრო ჩემი ამბავი შემიძლია გითხრა მე ზუსტად ვიცი რომ ბევრი დრო არ აქვს ცოტა მაქვს დარჩენილი არც ბალამუტისთვის ძალია არც მაიმუნობისთვის ძალია დარჩენილი გულსხმო დაგიჭერე დიდი მაღალი ალბათობაა იმისი რომ მე ისე უკან შემაგდონ ამიტომ
მინდა რომ მოვასწრო ჯერ ერთი რომ გავიგო ყველა ვირას ფიქრობს და პრინციპში ხა მეორე წრეზე ვარ უკვე წასული და მეორე წრეზე ხვდები ხალხს და ვიცი უკვე ყველას დაახლოებით აწარმოდგენები აქვს და რო გითხარო რამე დიდი აცთენები არსებობს ხედვებში მართლა არ არსებობს დიდი აცთენები გააზრება იმისა რა არის გასაკეთებელი ყველაში არის მაგრამ არის აი როგორც გითხარ ეგეთი რაღაცა ტექნიკური საკითხები რომლებზეც მიდის რაღაცა კამათი და მსჯელობა და რავი მე მომწონს რომ კარგია მაგითი განსხვავდებით იმადგან რომ ეგეთ რაღაცებს მსჯელობდა საბოლოო ჯამში რაღაცაზე შევთანხმდებით ყველა ვარიანტში აი ყველა ვარიანტში ეჭი არ მეპარება რა. კარგი, იმედია, მოდი დავსხდეთ და გავაგრძელოთ ეს საუბარი. ხო, მოკლედ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ამ შემთხვევაში იმედი გაქვს რომ მოხდება შეთანხმება. რა იმედი კი არა, რავი, ვერ დავჩებით მაგის გარეშე. ბევრი ამას უყურებს სკეპტიკურად მაინც, რადგან ამდენი ხანი ეს არ მოხდა. სულ ამაზე ლაპარაკი იყო და ეს არ მოხდა და ბევრი ფიქრობს რომ ეს უბრალოდ პარტიებს შორის არის ისევ ლაპარაკი, რადგან არც ერთ პარტიას არ აწყობს ეხლა თქვას ხმამაღლა რომ მე ერთიანობის წინააღმდეგი ვარ, ყველა იძახის კი და მაგრამ საბოლოო ჯამში როგორც არ გამოდიოდა, ისევ არ გამოვა. არა არ არის ეგრე. ანუ შემიძლია მაგალითად შემიძლია რავი დავიფიცო, დავიგინო რომ ეგრე არ არის, რომ პარტიებს არ უნდათ ერთობა. მე ახლა ისანაც ველაპარაკე ერთიც კი არ შემხედე ეგეც ეჭი არსებობს. აი მაგალითად ავიღოთ ეხლა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იყო 8-იანი და ეს 8-იანი მერე ნაციონალურ მოძრაობა გავიდა ცალკე, ეს 8-იანიც ეხლა არ ვიცი გახდა 7-იანი. ანუ იქაც კი ლელოვიდე მაგის მერე დარჩა 8-იანი. შესაბამისად, ანუ თითქოს ისე არის რომ მაინც ერთ ცენტრისკენ კი არა, უფრო ცენტრიდანული მოძრაობებია ხოლმე ყოველთვის ამ ქართულ პოლიტიკაში. არა, ანუ ერთი რომ რამდენიმე რაღაცა არის რომ ერთი რომ ეს რეალობა რალის ეხლა ვართ არის პრინციპად განსხვავებული რეალობიდან რომელიც მანამდე არსებობდა. ანუ ეხლა პარტიებს გზალავენ და ეხლა პოლიტიკურ ლიდერებს იჭერენ. მანამდე თვეების წინ ეგ რეალობა არ იყო. ამიტომ ამ რეალობის გათვალისწინებით მათ შორის განწყობი და დამოკიდებულების ზოგადად პროცესთან მიმართება შეცვლილია თვითონ პოლიტიკურ მოთამაშეებში. ამიტომ მესმისაც ამბობ და როცა პოლიტიკურ ლიდერები ან პარტიები წინამდე იყვნენ ჯამში ამ რაღაც კონსოლიდაციის ძალების და ერთობის და რაღაც ამას საჯაროდ ლაპარაკობდნენ. და ადამიანებმა იციან მე მეეუბნებია ხოლმე რომ აი მაშინ არჩევნებამდე ეს რომ ამას ამბობდა ეს იყო წინამდე ყველაფერი ახსოვს ყველა მიცის ვინ იყო წინამდეგი და ვის არ ჯეროდა მაგზის. ეხლა ეგ არ არის და მათ შორის საჯარო რიტორიკაში ეს ჩანს რომ კი უბრალოდ არის რაღაცა საკითხები რომელიც პოლიტიკურ ლიდერების და პარტიებისთვის არის მნიშვნელოვანი. ის რომ პოლიტიკურ ლიდერებს და პარტიებს არ უნდათ რომ მათი ანუ ინვესტირებული აქვს ძალიან ბევრი დრო, ენერგია და ფული საკუთარი ბრენდის შექმნაში და არ უნდათ რომ ამ ბრენდის ბოლომდე გაქრობა მოხდეს. ბრენდი, რაღაცა ბრენდებია. ბრენდი და პოლიტიკა აღარ არის ქვეყანაში. მესმის კი, სხვადასხვანაირად შევუყურებდეთ მაგას, მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ მათ ერთობა არ უნდათ. ანუ ის რომ საკუთარი ბრენდის გაქრობა არ უნდა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ ერთობა მაგის გარეშე არ გამოვა ეს ერთობა. ერთი ძალა არ გამოვა. იქნება ისევ რაღაც ამოფრული ერთობა. მე ჩემი პოზიცია თქვენ თუ ეხა ერთობას იმას ეძახით რაღაცა შალვანათლაშვილის ფანჩატურში რომ ისხდნენ ადამიანები ესე თუ დასხდებით ერთი ბოლო დროს ერთობაზე ლაპარაკი რომ ესმის აი ერთი მაგიდის ირგვლივ დავსხდები და ერთი ჩემი პირადი მე ხო ჩემი პირადი პოზიცია არის არ დამიმალე ერთი ალტერნატივა ჩემი პოზიცია უნდა ეს არის ჩემი პირადი პოზიცია არის ის რომ რავი მე ჩემი პარტიის სახელი არ მიხსენებია ძალიან დიდი ხანია მაქსიმუმ კოალიციის სახელით ვიმოძრავო ხოლმე მაგრამ იმასაც კი ვიძახი რომ მარტო ჩვენი კოალიციაც არ არის საკმარისი ან უფრო დიდი ერთობა არის გასაკეთებელი და მე ვიძახი რომ ერთი ბრენდის და ერთი კოლექტივის ქვეშ არის ყველა ძალები გასაერთიანებელი ჩემი პირადი პოზიცია არის ეს და მე ვზადო რომ დავიკიდო რაღაცა რაც ჩამიდია ჩემი იმაში მაგრამ მე მარტო ჩემზე ხო არა ჩვენ ხო მართლა ერთობის გაკეთება გვინდა და კიდევ ვიმეორებ ანუ არსებობენ ადამიანები რომელსაც ძალიან ბევრი აქვს ინვესტირებული საკუთარი პოლიტიკური ბრენდი ეგ არის თავარი საკითხი რომელზეც თანხმობა არ ყოფილა მე არა მე არ მჯერა რომ არ შეიძლება ისეთი ანუ არ მჯერა კი არა ვიცი წარმომიდგენია როგორ შეიძლება შექმნა ერთობა თუ რავი რაც გინდა ის დაარქმის მნიშვნელობა არ აქვს სადაც ერთი დიდი ბრენდის ქვეშ იქნებით ყველა გაერთიანებული მაგრამ მათ შორის საკუთარი იდენტობის შენარჩუნების საშუალება მიეცემა ყველას მე მაგაში პრობლემას ვერ ხედავ თუ შევთანხმდებით საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე თუ ბრძოლის სტრატეგია არის ყველას ქუჩაში გამოყავს ხალხი და ეგ არის ბრძოლის სტრატეგია ჩემთვის ერთადერთი და თავისთავად გამარჯვება და მივდივარ სწორედ ესე რომ ყველა მუშაობს მარტო ხალხის ქუჩაში გამოყვანაზე ეს არის ფოკუსი მაგის მიღმა შენ ხალხი გამოყავს შენი პარტიით ხალხი გამოყავს იმიტომ რომ შენი ლაპარაკები მათ რაღაცა სხვა საკითხებზე მე პრობლემა არ მაქვს ანუ ვიღაცა თუ მეუბნება რომ მე მისჩევნია რაღაც არის ჩემი პარტიის სახელით ველაპარაკო და პლუს ველაპარაკო რაღაცა საკითხებზე რომელიც ჩემი პარტიისთვის არის მნიშვნელოვანი რომელიც მე ვთვლი რომ ხალხს უფრო გამოიყვანს ქუჩაში ელაპარაკე რა პრობლემაა ვიღაცა თუ ხალხს გამოიყვანს ინფლაციაზე ლაპარაკით ვიღაცა თუ ხალხს გამოიყვანს ევროკავშირზე ლაპარაკით ვიღაცა ხალხს გამოიყვანს იმაზე რომ ელაპარაკება ადამიანის უფლებები როგორ არის ქვეყანაში შენახული ვიღაცა ხალხს გამოიყვანს იმაზე რომ დაუხატავს ორ მომავალს ერთს როგორი იქნება რუსეთში და მეორე როგორი იქნება ევროპაში რა მნიშვნელობა აქვს შენ თუ ოღონდ მიზანი უნდა გქონდეს საერთო რომ ჩვენი საერთო სტრატეგია რომ ამას იმიტომ ვაკეთებთ ყველა რომ ხალხი გამოყავს ქუჩაში მან თუ თანხმდებით რაც
გინდა ისაკეთე. აუ ისიც მამინდა, იცი, მე მესმის ხათხედავ შენ პრობლემას, რომ თუ არსებობს ცალკეული პარტიების ბრენდები, ეს ავტომატურად იწვევს ინსტინქტურად ამ პარტიების მოქმედებას, როცა ისინი ცდილობენ საკუთარი ბრენდისთვის იმუშავა. მე ვიძახი, რომ შესაძლებელია ისეთი მოდალობის შექმნა, სადაც იქნება ერთი საერთო ქოლგა, საერთო ბრენდი, რომელსაც შეიძლება ერქვას პირობითად რაღაცა გაერთიანებული საქართველოს გაერთიანებული დემოკრატიული ძალები რაღაცა პირობითად ვიზახი, რომ გონია სიტყვა გაერთიანება და სიტყვა დემოკრატია ნახსენები მგონია რომ უნდა იყოს მაგ ბრენდში და მაგრამ მაგის ქვეშ თუ საერთო სტრატეგიაზე შეთანხმებულად ჩვენ ყველა მუშაობთ ხალხის ქუჩაში გამოყვანაზე, რავი, იარე შენი პარტიით და ელაპარაკე რაზე ჩვენ გინდა, ოღონდ ხალხი გამომიყვანე ქუჩაში და ეს გავზომოთ. ეგ არის მნიშვნელოვანი. რომ მეციხინა რასაც უყურებდი, რაც გვაკლი არის რომ ვერ ვზომავთ, რასაც ვაკეთებთ, ხალხს ვერ ვანახებთ პროგრესირებთ თუ არა, ერთ ადგილს ვკეპნით თუ არა და მაგის ჩვენება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ისინი აჩვენებენ. ისინი აი ბიზინა რო გამოვიდა და თქვა რომ ჩვენ მე ხა მივიღებ რუსულ კანონს, მე ესენი გამოვლინებენ ქუჩაში, მე აუგზავნო პარტიებს, მე დავიჭერ ამათ, მე მოვიგებ არჩევნებს 60%-ით. ამას იან პროგრესს ზომავენ, რავი, დაიწერეს 60 ვერ დაიწერეს, მაგრამ 53 ხო დაიწერეს. გზალავენ პარტიებს, გზალავენ, რავი, შეაქცევენ საჩერ. ნუ საკუ გააგზავნეს, ხო ის გაჩერებული არიან. ხო, დაიჭერ ლიდერს, დაიჭირა. ის თქვა მინდა რომ ანუ იმას აქვს გაზომვადი ინდიკატორები, როგორ მიდის წინ და ჩვენ ვიძახით რომ ჩვენ არ თანამშრომლობთ, ვიძახით რომ გარედან წნეხზე მუშაობთ ერთად და ვიძახით რომ პროტესტში ვარ ჩართული. რავი, ამ რაღაცებს კი ვაკეთებთ, მაგრამ როგორ გავზომოთ ახლა? გარედან თუ რაღაც ახალი სანქცია წამოვიდა, ჩანს ხოლმე რომ ესე გარეთ კარგად ვიმუშავეთ და სანქცია მივიღეთ, მაგრამ მაგის მიღმა ვერ ზომავთ. ამიტომ ჩემი რაც წარმომიდგენია და მარტო ჩემი ეს არ არის, იმიტომ რომ ბევრ პარტიასთან მილაპარაკე და ამაზეც რაღაცნაირი კონსენსუსი არსებობს, რომ რაღაცა საერთო პლატფორმის გაკეთება, სადაც ხალხის დარეგისტრირება იქნება თავისთავად გაზომვადი ინდიკატორი, რომ 100.000 ვართ, 200.000 ვართ, 300.000 ვართ უკვე. აი მაგის ჩვენება უკვე მნიშვნელოვანია და პლუს ქუჩაში ეხლა რომ გამოვდივართ, შაბათობით არის მარტო რაღაცას დიდი მარშები და ყოველდღიურ რეჟიმში ცხადია რომ ბევრი ხალხი არ გამოდის, მაგრამ თუნდაც შაბათობით რო ვზომოთ, რომ ამ შაბათს უფრო მეტი ვიყავით. მოდი ეხლა დავაი ყველა. მიზანი იყოს რომ ყოველ შაბათს უფრო მეტი კი, ოღონდ მარტო მე კი არა, ჩემი საქმე, მაგრამ შენც ხო ხარ მარშს უხედავ ხომ მარშზე რა შენ. ხო მე შენს როგორც მარშის მონაწილე შენი საქმეც ეგ არის. რომ ჩვენ რო წავალთ შაბათს სახლში, შემდეგ შაბათამდე მე და შენც ერთნაირად მუშაობთ. მე შეიძლება მეტი ისა მაქვს მოჭიდება საჯარო ლაპარაკიდოს, იმიტომ პოლიტიკოსი ვარ, მაგრამ მეც ვიღებ ტელეფონს და შენც იღებ ტელეფონს და პირობითად ვიზახი. შემდეგ შაბათამდე პოულობთ ერთ ნათესავს, რომელიც აქამდე მარშზე არ გამოსულა. და ერთი კვირა გვაქვს იმაზე, რომ ეს კაცი თუ ეს ხალი დავარწმუნოთ, რომ დავაი შემდეგზე წამოდი. ან რა ვიცი, ერთი შვილი თუ მოყვებოდა მარშზე, ახლა მეორე შვილი წამოვიყვანოთ მარშზე. პირობითად ვიზახი რა, მაგრამ მე მიუხედავად იმისა, რომ მთელი წლები ამაზე ვლაპარაკობ, მეც კი ტელეფონი რა ვიღო ხელში. რა ვიცი, დამატებით მარშზე გამოვიყვან რამდენიმე ათეულ თუ არა რამდენიმე ასეულ ადამიანს უბრალოდ პირადი კონტაქტით, რომ მე თვითონ თხოვო ან წამოდი და რაღაცა და მე ვანახო იქ რა ხდება და ხო რეალური ის არ არის ახლა. ეს რეალური თუ ყველა მეორეჯერ აღარ მოვა. არა, იმასაც თუ ეცოდება სტატია. მესამეჯერ აღარ მოვა. რატო არ მოვა? ჩვენი ხათრი თუ მოვიდა ხა რა აზრი? თუ იმას ეცოდება სტატია. ჩვენი ხათრი თუ არ უნდა მოვიდეს. არა, ჯერ ერთი ხათრი უნდა მოვიდეს იმის გამო რომ მოსვლა უნდა და გაპროტესტება. ის უნდა იმან უნდა გარისკოს და გამოვიდეს ჩვენი ხათრი, თორე მე ვერ გამოვიყვან ქოც. მე გამოვყავს ისევ ადამიანი, რომელიც რეჟიმის წინააღმდეგი უბრალოდ რაღაც მიზეზების გამო თავს იკავებს, მათ შორის პირველი შიშის გამო. იმიტომ რომ რეჟიმი ყოველდღურად ზდის ფასს პროტესტში მონაწილეობის. ყველა ადამიანება იციან რომ თუ გამოვლენ და გამოჩნდებიან, დიდმარშზე რატო გამოდიან უფრო მეტი? იმიტომ გამოდიან რომ ბევრ ხალხში გაიბლარება და არ გამოჩნდება და ცოტა რაოდენობაში ეშინიათ, იმიტომ შეიძლება სამსახური დაკარგოს, შეიძლება ტიტუშკები დახვდენაცემონ, შეიძლება ჯარიმის გადახდემონ, შეიძლება ვაფშე დაიჭირონ და ჩასვან და ის როცა ზრდის ამ ფასს, ერთობის შინაარსი და ალტერნატივის დახატვის ასე ვთქვათ, შინაარსი რა არის, რომ ადამიანმა უნდა დაინახოს, რომ არსებობს რაღაც ადამიანების კრებული, რომლებსაც აქვს გასაგები გზა როგორ მიდივარ გამარჯვებამდე. თუ დავინახე ესეთი გზა და ესეთი ადამიანები, მაშინ გავრისკავ, რომ ჯარიმასაც გავრისკავ, ცევაც გავრისკავ, ისიც და გამოვალ, მაგრამ თუ ვერ დავინახე კრებული ადამიანების და გასაგები გზა, მაშინ არ ვისკავ. ჩვენ ხო პრობლემა მაგაში გვაქვს, ამიტომ ხათრი, იმიტომ ვახსენე, რომ ადამიანს ხათრი იმაზე გვიცხო მე რომ ველაპარაკები ვარწმუნებ, რომ აი ამიტომ არის მნიშვნელოვანი. მაგრამ რო გამოიყვან ერთხელ და რო ანახე, რომ წინასთან შედარებით უკვე პირობითად ორჯერ მეტი ვიყავით, მე ისიც უნდა ჩაერთოს პროცესში. შემდეგ კვირაში იმან უნდა აკეთოს იგივე, იმან აიღოს ტელეფონი და იმანაც უნდა ურეკოს. ანუ ხალხის ჩართულობა მარტო ის კი არა, ქუჩაში გამოხვედ, ადამიანებს უნდა აუხსნათ, ჩვენ ჯერ არა ვართ ისეთი დემოკრატია, სადაც ბიულეტენით წდება ამ ქვეყნის ბედი, სამწუხაროდ ჩემმა თაობამ, ჩემს წინა თაობამ, ჩემს შედეგმა ცოტა თაობამ ეს ქვეყანა ვერ მივიყვანეთ მაგამდე და ამიტომ ყველას გვაქვს სხვა სამუშაოც. გარდა იმისა, რომ არჩევნებზე რაღაცას ვაკეთებდით, ეხა არის მუშაობა, არის ეხა ბრძოლა, ქუჩაში გამოსვლა და პლუს ხალხის ჩვენ გარშემო დარწმუნება ხალხის, რომ ქუჩაში ხალხი უნდა გამოვიდეს. მაგის მიტოვება იმაზე, რომ პოლიტიკოსებმა ილაპარაკონ და პოლიტიკოსებმა გამოიყვანონ ხალხი, ვერ გამოყვავს.
პოლიტიკოსებს საკმარისი ხალხი. რეალურად გამოყავს ხოლმე ყოველთვის ხელისუფლებას, როცა რაღაც სიგიჟეს აკეთებს, ხო? ეგ იქნება დამატებითი ამბავი. როცა აფეთქება ხდება. კი, ოღონდ მე რა ჩვენ გვჭირდება მუშაობა ხალხის მობილიზებაზე. მაგას დამატებით დაემატება რაღაცა ის ისულეს თუ ისამე ლიდერთან რა, იმიტომ რომ პლუს ხალხი შეიძლება გაყვეს ლიდერს, ხო? ასე იყო ეროვნული მოძრაობის დროს, ასე იყო ვარდების რევოლუციის დროს და 2012-ში ასე იყო ახლა, ხო? რევოლუცია არ იყო, მაგრამ ფაქტობრივად რევოლუციური არჩევნები იყო და იქაც ლიდერი რადგან არსებობდა, ამიტომ მივიდა ხალხი არჩევნებზე. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ერთობაზე, ერთობა ჩემთვის ვერ იქნება შემდგარი. ჩემთვის როგორც იგივე მოქალაქეა და დარწმუნებული ვარ, არანაირი აზრი ამ ერთობას არ იქნება, თუ ეს ერთობა ვერ მოახერხებს ან გამოკვეთოს, ან აირჩიოს ლიდერი. ამის შანსი რამდენად არსებობს? ასეთი ტიპის ერთობის შანსს ხედავ შენ რომ ის კი არა რომ მოდი დავდე შევთანხმდით თამაშის წესებზე, ყველა პარიტეტი ტურის აწყისებზე ვარ და რაღაცა. არამედ იმის შანსს თუ ხედავ რომ ეს ადამიანები მზად არიან გადადონ უკან თავიანთი ამბიციები და ერთ-ერთი თქვენგანი თუნდაც აირჩიო ლიდერად. მე ხშირად მომყავს ხოლმე ეს მაგალითი 2007 წლის სააკაშვილის ოპოზიციის. მაშინ სააკაშვილის ოპოზიციას არ ყავდა ლიდერი. დაირქვეს გაერთიანებული ოპოზიცია, შექმნეს რაღაც ერთობა, ამოფრული ერთობა, წარმოიდგინე, რესპუბლიკელებიც იყვნენ. ისინიც იყვნენ, რა ქვია, პადოშა და ჯონდი ბაღათურე და სანჭრელი ერთობა იყო, მაგრამ რომ დაჭირდათ საპრეზიდენტო არჩევნების დრო რომ მოვიდა, დაასხდნენ და აირჩიეს ლიდერი. ანუ იმათაც კი მოახერხეს ლიდერის არჩევა და ამის შესაძლებლობა თუ არა გაქვს. იმ ერთობაზე რა ალტერნატივაზე ვლაპარაკობ. თუ ერთი ოჩერა არ გვაქვს ახლა არც საპრეზიდენტო და არც არანაირი არჩევნები არ გვაქვს. ავიგე, მაგრამ რაც გვაქვს, იმასაც ჭირდება ლიდერი. მეორე, იმიტომ რომ ჭირდება, ანუ ჩვენ როცა ვლაპარაკობთ რომ ალტერნატივა გვაქვს, დანახოება გვაქვს, ჭირდება ხალხისთვის ან დასავლეთის. ერთი ადამიანი უნდა იყოს მაინც-ამაინც, არ მე შეუძლებელი ამოცანა მგონია ერთი ადამიანი, იმიტომ რომ ლიდერის გარშე აი დააკვირდით ახლა პროცესებს, ხო ახლა მაგალითად იგივე ირანში რომ მიდის პროცესი, ხო ლაპარაკობენ რაზე რომ აი ვინ შეიძლება იყოს ალტერნატივა? რეზა ფეხლევი. ანუ ერთი ადამიანი შეიძლება იყოს ალტერნატივა, იმიტომ რომ პრემიერ-მინისტრის, ანუ ქვეყნის მეთაურის თანამდებობა არის ერთი. არ არსებობს ორი პრეზიდენტი, ორი პრემიერ-მინისტრი, ორი შახი. რა ვიცი? არა, ჩვენ შეიძლება ანუ ერთი თანამდებობა არსებობს. ანუ ალტერნატივას როცა ეძებ, პროცედურაზე. დასავლეთი როცა ეძებს, ირანში ლაპარაკობს რომ ვინ არის ალტერნატივა? ერთი კაცი, რეზა ფახლევი. იქ შეიძლება ბევრი იყოს სხვა ოპოზიციაში, მაგრამ ალტერნატივა ერთი არის. ამიტომ ერთი თანამდებობა. ამიტომ ეს აუცილებელია. თუ ეს არ არის გაცნობიერებული რომ ერთი კაცი აუცილებელია, როგორც ალტერნატივა ბიზნესი. მაშინ არაფერი ბრძოლა არ გამოვა და გეტყვი, მე ჩემი პასუხი რა არის გეტყვი. ერთი რომ მაგის ლოგიკაში ბოლომდე დარწმუნებული არა ვარ, მაგრამ მესმის შენი არგუმენტი რაც არის. მეორე მგონია რომ ეგეთი ადამიანი რომ გამიმკვეთოს იმ ადამიანს უბრალოდ დაიჭერს რეჟიმი და შეაგდებს ციხეში. დაიჭიროს მე რა. თავარია ლიდერის სტატუსით დაიჭიროს. ეგ სულ სხვა რამე იქნება. კი, ოღონდ მაგათ პროცესი გააჩერა, ხო პრობლემა იქნება. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი ზის ციხეში, ეს სულ სხვა თემა არის. ეს ციხიდანაც ლიდერი იქნება. ეგეც მესმის, მაგრამ მან პრობლემა იქნება, რომ მაგათ პროცესი გააჩერა, ან მე არ მგონია რომ ეს პროცესი მაგაზე უნდა იყოს ჩამოკიდებული, ერთი ლიდერი იქნება თუ აი იგივე უნგრეთში ხა როდის გაჩნდა ორბანის გამარჯვების რაღაც იმედი, ხო? როცა ერთი კაცი გამოჩნდა მისი ალტერნატივა. ხო, უნგრეთის ოპოზიციის ლიდერი. ანუ სანამ ეს ასე არ არის, ხალხი არ მიყვება რაღაც ამოფრულ გაერთიანებას. რთული ამბავია. ანუ მე კიდე გეუბნები რომ მაინც ამჯერა მაგ ლოგიკის გონია რომ თუ მექანიზმი იქნება შეთანხმებული, სადაც ჯამში დემოკრატიული პროცედურებით გამოიკვეთება ეგეთი ლიდერი, მაშინ როცა ამის საჭიროება დადგება, თუნდაც იმ შემთხვევაში თუ მივახცეთ იმას, რომ დავახევინოთ უკან რეჟიმს და მათ შორის დავათმობინოთ რაღაცები და თუნდაც საარჩევნო გარემო მივიყვანეთ ისეთ მდგომარეობამდე, რომ გადავწყვიტოთ, რომ აი ამ ბრძოლაში შესვლა ღირს, მაგ შემთხვევაში თუ შეთანხმებული იქნება, რომ აი ამ პროცედურებით გამოკვეთავთ, ვინ იქნება ეგეთი ერთი ლიდერი. მან პირიქით არის, იმისათვის რომ რეჟიმს უკან დაახევინო, იმისათვის რომ მიიყვანო იმამდე რომ არჩევნებზე დათანხმდეს, ამისთვის გჭირდება ლიდერი. არ ვიცი. გჭირდება ალტერნატივა და ძლიერი ლიდერი. მაგაში დარწმუნებული ხალხი გამოყვეს. იმიტომ კი არა რომ ვერ ხედავ მაგის პერსპექტივას, იმიტომ რომ ხამწუში მაგის პერსპექტივასაც ვერ ხედავ, მაგრამ იმიტომ კი არა რომ მაგის პერსპექტივას ვერ ხედავ. საკუთარი თავი 5 რო იყოს და 10 რო იყოს და 20 რო იყოს მე გინდა მე წარმოგიდგენ ეგეთ ერთი. არა, წარმოგიდგენ არა, კონკრეტულად ვიძახე, საკუთარ თავის არ გჯერა. ჩემი თავის წინაზე არა. ხო არსებობს, ანუ გამოთქვა რომ იმ ჯარისკაცს რა უთხარი, ვინც გენერალობაზე არ ოცნებობს. ხო იმ პოლიტიკოს რა უთხარი, ვინც რაღაც ლიდერობაზე არ ოცნებობს. ხო, მაგაზე არ არის. ეს თემა არ აქვს და ოცნებაზე არ არის მე. ოცნებაზეც არ არის, ან მიზანი არ ქონდა. რატო შენ მაგალითად ეხა რა ბოლო დროს რასაც დავაკვირდით, ხო პროტესტზე სანამ დაგიჭერდნენ, პროტესტის მონაწილეები პოლიტიკოსებს დიდად ოპოზიციის არიღებდნენ, გვახსოვს ხო უსტოენდნენ და ასე შემდეგ.
შემდეგ და ასე შემდეგ და ერთადერთი იყავი შენ ვისაც მიმართ პროტესტის მონაწილეებს გაუჩნდათ ეს დადებით დამოუკიდებლობა. ეგ ბაბლია მე რა. მესმის რომ ბაბლია, მაგრამ სხვებს აი ესეც კი არა აქვთ, ასეთი მხარდაჭერაც კი. და რატო არ ფიქრობ, რომ შეიძლება კონდეს ეს ამბიცია და ჯანსაღი იყოს ეს ამბიცია? რო გახდე ლიდერი. ამბიციაში პრობლემა არ არის, ჩემ შემთხვევაში არ არის ამბიციაში პრობლემა. უბრალოდ არარეალისტური ამბავი მგონია, იმიტომ რომ რაც შენ წინააღმდეგ პროპაგანდას აქვს ნამუშევარი წლების განმავლობაში, შენ არიცი ამ ქვეყნის საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტში მე როგორ ვარ გაშავებული და მე მაგას ვაწყდები ადამიანთან ურთიერთობაში და ვიცი რეები არის გამჯდარი საზოგადოებაში და მაგის გადანგრევა. ხო, ანუ მე შეიძლება თქვა რომ მე არ მაქვს რაღაცა ისეთი უნარები, რომელთაც მე შევძებ სწრაფად მაგ რაღაცების გადანგრევას და მაგაზე დროის და ენერგიის ხარჯვა ჩემი მხრიდან ნიშნავს რომ სხვა რაღაცებს ყურადღება უნდა მოვაკლო და სხვა რაღაცები თორ და მე ხა დროს ხარჯავ იმაზე რომ თუნდაც ეს რაღაცა ერთობა და კონსოლიდაცია მოხდეს და შეიკრას და რაღაცა იმის მაგივრად რომ რაღაცა საკუთარი იმიჯის გათეთრებაზე მუშაობდე და შეუძლებელია როცა არის სიტუაცია ყველაზე მარტივი გასაგები იყოს როცა აზერბაიჯანულ დასახლებებში ჩემზე წლების განმავლობაში ეუბნებოდა რომ მე ვარ სომეხი და პირიქით სომხურ დასახლებებში ჩემზე წლების განმავლობაში ეუბნებოდა რომ მე ვარ აზერბაიჯანი როცა დანარჩენ საქართველოს ეუბნებოდა რომ მე ვარ ოსი პროპაგანდა იძახის რომ ოსი ხარ ეს ეთნიკურად ქართველებს ეუბნებიან რომ ოსი ვარ თორე დანარჩენ სხვადასხვა რაღაცებს ეუბნებიან იმათ რომ სომეხი ვარ ამათ რომ აზერბაიჯანი და მაგის და ეს ხდება წლების განმავლობაში ამის მერე უცებ განეიტრალება და რაღაცა სხვა იმიჯი შექმნა არის ძალიან მე საკუთარი თავზე არ მაქვს რაღაცა გადამეტებული წარმოდგენები მართლა არ მაქვს რა თან არ არის ეგ ხა ეგეთი მარტივი გასაკეთებელი მაგის დრო არ არის ფიზიკურად რომ რაღაც მე დაჟე იმისიც კი ამჯერ რომ ვიღაცა ახალი რო გაჩნდეს რომ შეიძლება ეგეთი ლიდერად გადაიქცეს იმიტომ რომ ორ კვირაში გაგიშავებს ეს აწყობილი პროპაგანდა ისე რომ იმას ექნება რაღაცა მხარდაჭერა ექნება სოციალურ რაღაცა ნაციის გაუწყვეტია შენ თუ იმას ვერ უწევ წინააღმდეგობას პროპაგანდას არ შეგიძლია არ არის მე უბრალოდ რეალისტურად უყურებ და მე მგონია რომ არსებობენ ამ საზოგადოებაში პირველ რიგში ცხადი ეგეთები არიან პოლიტიკოსები და ყველაზე მაღალი საბადო პოლიტიკოსებსაც მაგრამ პოლიტიკოსები კიდე არსებობენ ადამიანები რომლებსაც აქვთ საზოგადოების რაღაცა სეგმენტებში ნდობა და რეპუტაცია. ანუ ჩვენი ამოცანა არის რომ ესეთი ადამიანები შევკრათ ერთად, მათ შორის ცხადია პირველ რიგში პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიებიდან წამოსული ხალხი იქნება, ვისაც საზოგადოების რაღაცა ნაწილებში არის. მე ხო მაქვს შენც ხო ხედავ რომ მე მაქვს რაღაცა მეწილად თბილისში რაღაცა ბაბლის ნდობა. მაგრამ ეგ არის რა, ჩემი ნდობა მათ შორის რაც კი გაზომილა. ანუ ფიქრობ ეგ არის შენი მაქსიმუმი, ხო? არა, მე არ ვფიქრობ ეგ არის მაქსიმუმი, მაგრამ მე არც იმას არ ვფიქრობ რომ მე შემილია რაღაცა ერთგვარში ხო? რომ აი ხო ეხა რავი რა რაღაცა გიჟი ხო არა ვარ ანუ ხო უყურებ ჩემი ნდობა იყო ჩემი პროცენტები საარჩევნო გაყალბებულად ჩემს იყო რომ იწყებოდა ვაკიდან სადაც ყველაზე მეტად მიცობით იქ დავიბადე იქ გავიზარდე ვაკეში ხოდა ყველაზე მაღალი პროცენტი 9%. როგორც კი ვაკიდან გადიოდი საბურთალო მთაწმე და ჩამოდიოდა 8-ზე. კიდე გადიოდი დიდუბეში და იქ გადაიწე ჩამოდიოდა 7-ზე და ჩადიოდა რეგიონებში სოფლებში ჩადიოდა 0-ზე. ყვალ შეიძლება სხვა იყოს. ხო ამას ბევრი რამ იცვლება პოლიტიკაში და ამას ჭირდება მუშაობა, ჭირდება სხვა მაგრამ დაუშვათ შენ არა. სხვას ვინმეს ხედავ ასეც. თუ ასეც ვერ ხედავთ ვერავის, მაშინ რა აზრი აქვს ამ ერთობას? ეს იქნება ერთობა, მაშინ რაღაცა მაგიდის ირგვლივ დავსხედით და ვილაპარაკეთ. ამას ვერ გახდება ეს ერთობა. ალტერნატივას ამაში ხალხი ალტერნატივას ვერ დაინახავს. ვერც დასავლეთი ვერ დაინახავს. იმიტომ ერთიანი ძალის შტაბ-ბეჭდილებას ვერ ტოვებს ძალა, რომელსაც არ შეუძლია ლიდერის არჩევა. ან მოდი მე და შევტახოთ. მე და შევტახოთ მაგაზე რომ მაგის შტაბ-ბეჭდილებას ტოვებს, იცი ზურა, რომ შენ თუ ლიდერს ვერ ირჩევ, მე მრჩევა შტაბ-ბეჭდილება რომ დადგება ეგ თემა. პრემიერის კანდიდატი. იგრევე მეორე დღესვე დაიშლებით. იმიტომ დღეს თუ ვერ იშლებ, რა გარანტია მაქვს რომ ხვალა ირჩევთ. ოკეი, მოდი მე და შევტახოთ იმაზე რომ ეხლა მე მაგის პერსპექტივას ვერ ხედავ. მე რაც წარმომიდგენია ეხლა რომ მაგის გარეშე შესაძლებელია ძალების კონსოლიდირება, შესაძლებელია მათ შორის წეღარას შეთანხმება რაღაცა პროცედურებზე, რომ მაგის საჭიროება როცა დადგება, როგორ ვიღებთ მაგ გადაწყვეტილებას, მაგრამ თუ მაგის საჭიროება დადგება, მე შემიძლია შეკვიდე ერთადერთი იმას, რომ მე მაგაზე ვიმუშავებ, რომ თუ დავინახე, რომ აი მაგის საჭიროება დგას, თუნდაც იმისთვის, რომ ალტერნატივა დავანახოთ ქვეყნის შეგითან, ალტერნატივა დავანახოთ ქვეყნის გარეთ, ჩვენ მეგობრებს, რომ ეგეთი ერთი უნდა გამოიკოთოს, მე ვიმუშავებ მაგაზე, რომ ეგეთი ერთი ლიდერი გამოიკოთოს ამ მოთამაშეებს შორის, არის პოლიტიკოსი იქნება ის თუ არა პოლიტიკოსი იქნება, მაგრამ მე ვიმუშავებ მაგაზე, თუ დავინახე მაგის მე თუ დავიჯერო რომ მაგის საჭიროება დგას, მე ვიქნები ზოგადად როგორც ეხა დავდივარ რამდენი წელია და ყველას ველაპარაკებ იმაზე რომ ძალების კონსოლიდირება უნდა ეგრე დავიწყებ სიარულს და მივალ მაქამდე და მივალ ისე რომ რავი მაგის გამო არ დავშლი პროცესს რა გამორიცხულია დაჟე არც ჯერა რომ იმუშავებ მაგრამ სხვებს აქვს ეს გათვისება მე თუ დაინახეს არიან სხვები ამაზე აუ რა ვიცი მე რა ანუ მე რას ვამბობ თუ თქვენ ეს სხვები გიჟები ხო არ არიან მართლა რომ ვერ გადარჩება ვერავინ კაცო და მაგის გააზრება აქ ყველას მართლა მიუხედავად იმისა რომ რთული ხასიათები აქვს მიუხედავად იმისა რომ ერთმანეთს არ ენდობიან მაგის გააზრება ყველას აქ რომ ვერ გადარჩებით ჩვენ კი არა რავი ხა იმაზეც კი აღარ ვლაპარაკოთ მართლა რომ რაღაცა ევროკავშირის
კარგავთ კი არა და რავი, ყველა იქა ვართ მისული, ქვეყანას კარგავთ. რა დროს ევროკავშირიაზე ლაპარაკია, ქვეყანას კარგავთ, მართლამანდარი ყველა მისული და მე დრო რამდენი გვაქვს? ან ვიზე მუშაობს დრო შენი აზრით? ჩვენზე თუ ხალხზე თუ ოპოზიციაზე თუ მე არ მჯერა და ეგ ავხსენი რამდენჯერმე მე არ მჯერა და ეგ ავხსენი რამდენჯერმე რომ დრო ხელისუფლება დრო ამ დე ფაქტო ხელისუფლებაზე მუშაობს მესმის რომ ერთ-ერთი არგუმენტი რომ მესაც იყენებენ ხოლმე არის ის რომ ხალხი გარბის ხალხი გარბის ხო და არა მე მანდ მაგ ხალხი რატო აღარ გამოდის იცი ქუჩაში შეეგუა ზოგი ამ სიტუაციას ზოგმა იმედი დაკარგა გამარჯვების აი წარმოიდგინე შარშან როცა კობახიძემ თქვა რომ ვაჩერებთ პროცესს ევროკავშირთან ვაპაუზებთო თქვა ამის გამო რამდენი ადამიანი გამოვარდა ქუჩაში და დღეს ყოველდღიურად ლანძღავენ ევროკავშირში ანუ ამ ერთი წლის განმავლობაში ის გააკეთეს რომ ადამიანები შეაჩვიეს მაშინ ადამიანებისთვის ჯერ კიდევ ერთი წლის წინ წარმოუდგენელი იყო ევროკავშირზე ცუდი ეთქვა მთელი ხალხი ქუჩაზე გამოვიდოდა და ეჭვის ქვეშ დაეყენებინე ევროკავშირში დღეს შეაჩვიეს ხალხი ევროკავშირი არის ისეთივე რაღაცა ცუდი როგორც რუსეთი ასე შენ ამას შეაჩვიეს ხალხი და ევროკავშირზე ხა რო თქვა საერთოდ დღეს რომ საერთოდ წყვიტავთ აღარც ვაპირებთ არასოდეს ევროკავშირში გაწევრებას ამას ხო არ ამბობენ ჯერ ოფიციალურად ეს რო თქვა ხალხი აღარ გამოვა ჩემი აზრით ქუჩაში მაგაზე უბრალოდ შეაჩვიეს ჩემი აზრით ანუ რაღაცა ზღვრებს გადაიარეს და შეაჩვიეს იმას რომ პირდაპირ ეუნებია ხალხს რომ ჩვენ ესე ფუფუნებაში ცხოვრობთ მაგარი მანქანები დავდივართ იმაზე სადაც მალორკაზე და იქ სახლებს ყიდულობ და ასე შემდეგ და ფეხებზეც კიდია თუ გამოხვალ გარეთ დაგამტრებ თაყვას ეგ არის რო ვიძახდი ხოლმე რომ ჩეჩნეთიზაციისკენ მივდივართ ხო ეგ არის ჩეჩნეთიზაცია როცა უკვე აღარ მალავენ საკუთარი ცხოვრების სტილს აღარ მალავენ რომ ფულს იპარავენ აღარ მალავენ რომ ამ ფულით კარგად ცხოვრობენ ბევრად უკეთესად ცხოვრობენ ვიდრე რიგითი მოქალაქეები და ფეხებზეც კიდიათ მაგრამ ერთი რომ ეს ბრაზი და პროტესტი რაღაცა მე არ მჯერო სადმე წავიდა მეორე თუ რამე კვლევა ვნახე მე ბოლო ჩატარებული და მათ შორის ეხაც მანახეს რაღაცა ბოლო ისა ყველა აჩვენებს რომ ეს პროპაგანდა მარტო მაგათ ბაბლზე მუშაობს და მაგ ბაბლის იქით ვერ გადიან რამდენიც არ უნდა ლანძღოლო ევროკავშირი ამ ქვეყნის მოქალაქეების აბსოლუტურ რესურსებას და ისე 80% დაახლოებით მაინც ესმის რომ მისი შვილისთვის ჯობია რომ მისმა შვილა იცხოვროს გერმანიის ნაკრებაში ვიდრე რუსეთის ნაკრებაში აღარ აქვს სიბრაზე მაგის გამო აქვს ოღონდ ეშინია გამოსვლა და მაგშიშის დაძლევაზე რაც წეგან ვილაპარაკე ისევე ეგ არის რომ მაგშიშის დაძლევა სჭირდება რომ დაინახოს გასაგები გუნდი რომელიცაც აქვს გასაგები გზა გამარჯვებამდე მაშინ გარისკავს და მაგშიშის დაძლევს ისე აღარ რისკავს იმიტომ რომ ფასი აეწია ფასი გაზარდა რეჟიმმა მაგრამ ის რომ რეჟიმზე მუშაობს დრო მაგ ისე არ მჯერა იმიტომ რომ ერთი რომ არ ჩანს რომ ხალხის განწყობები დასავლეთის მიმართ და ევროკავშირის მიმართ რაღაცა რამენად შეიცვალა ამ პროპაგანდის გამო და ასობით მილიონს ხარჯავენ მაგაში მარტო იმედს აქვს რაღაცა 9 მილიარდი თუ რაღაცა ვალი დაგროვებული რაც უბრალოდ ნიშნავს რომ ეს არის ჩვენი მანქანა პროპაგანდის რომელიც ფულს ასხავენ ხო მაგრამ მეორე ქვეყანა გაქცევასაც შეეხება პრობლემა არის ის რომ და მაგას ვერ გავექცევით პრობლემა არის რომ აქტიური ხალხი გარბიან და ჩემი მხარდამჭერები ყველაზე აქტიური ხალხი რომელიც უნდა ჩაშიან ნოემბერ-დეკემბერში ჩემ გვერდით იდგა დიდი ნაწილი წავიდა ქვეყნის გარედან მეხმარებიან ახლა მანამდე 20-20 საარჩევნების მერე წავიდა ასევე ჩემი მხარდამჭერები ძალიან დიდი ნაწილი და ესენი ყველა აქტიური ადამიანები რომლებიც ქუჩაში იდგნენ ჩემთან ერთად ეს პრობლემა არის მაგრამ ჯამში პროპორცია არ იცვლება რაც იმედი ქრება მით უფრო მეტი ადამიანი წავს აქტიურების წასვლა არის პრობლემა მაგრამ ჯამში პროპორცია მე რა არ იცვლება და მაგის ახსნას ვცდილობ ყველგან რომ ეგ მითი მოუკლა რომ ჩვენ ვართ მინიმუმ ორჯერ მეტი ყველა მაგას აჩვენებს მინიმუმ ორჯერ მეტი ვართ იმაზე არა ორჯერ მეტი არ ახარ იმიტომ იმ გამოკვლევაში ვინც ამბობს რომ მე ევროკავშირი მინდა ოცნების მხარდამჭერები არიან ნახევარზე მეტი კი გარ მაგას ამბობენ რომ მინდა ევროკავშირის ოცნების მხარდამჭერები აი იმის გამო რომ რეალურად მაინც ორჯერ მეტი მაინც ოცნებას უჭერენ მაინც ორჯერ მეტი ვართ ევროკავშირიც უნდათ და ოცნებას უჭერენ მაინც ხარს და კი ეთყვის ამ ხალხს დღეს რატო არის მაინც ორჯერ მეტი ვართ ხო გიხსნილო მაგაში გეთახვები 80% ევროკავშირის მხარდამჭერები ჯერ ოცნებას არ უთქვამს რომ ევროკავშირი არ გვინდა საერთოდ ამას არ ვთქვი გუშინ წინ ირაკლი კობახიძე აბუდაბიში გამოვიდა ვერ ამბობს სადღაც იყო და თქვა რომ ჩვენი მიზანი რა თქმა უნდა ევროკავშირში გაწევრიანება მაგას ვერ ამბობს რაღაც ან ხვალ რომ ეს ზღვარიც გადალახოს ოცნებამ და თავის ამორჩევლებს უთხრას რომ მორჩა ევროკავშირი ჩვენ აღარ გვინდა ეგ 80% ჩამოვა არ ვიცი შეიძლება 50% არა მაგისი არ დაიჯერო მისი ამორჩევლები გაყვებიან ეგრევე არა ეგ ამბობ მგონია რომ პირიქით არის მე მგონია რომ მე აღარ მგონია აი მე გეტყვი მე როგორ უყურებ რა შეიძლება მაგაზე ვერ შევთანხმდეთ მე გეტყვი მე როგორ უყურებ მე მგონია რომ რუსებმა ისწავლეს უკრაინაში თავის დროზე რომ პირდაპირ არ უნდა თქვან რომ ევროკავშირისკენ აღარ მიდიხარ იმიტომ მაგის შედეგად მიიღეს მაიდანი ანუ საქართველოში ამ ოპერაციასაც ატარებენ განსხვავებულად არასოდეს ორი პროპაგანდის ხაზი მუშაობს ხვალ ზეგი მოამწიფებენ ხო და მე მაგას თქვა მინდა ზუსტად რომ წლებია ხარჯავენ 100 მილიონს პროპაგანდაში მაგრამ მიუხედავად მაგისა რამდენიც არ გაზომეს თვითონაც ხედავენ რომ ეს არ ჩამოდის 80%-ს ქვემოთ ანუ ადამიანებს ეს იმაზე კი არ არის ევროკავშირი მოგწონს არ მოგწონს ევროკავშირი
ღირებულებები გესმის არ გესმის მაგაზე არა დადის მარტივ რაღაცაზე შობლის ინსტინქტამდე დადის საბოლოო ჯამში რომ სად გიჩვენა შენმა იცხოვროს კაი ევროკავშირზე გელაპარაკებენ ამ სიგიჟებს მაგრამ ხო იცი რომ ევროკავშირში ცხოვრება ჯობია გროზნოში ცხოვრება ეგენ მაგას ეუბნებიან რომ ევროკავშირში ცხოვრება არ ჯობია ეგენ სხვა რამეს ეუბნებიან პროპაგანდა სხვა რამეს ეუბნება რომ ევროკავშირი ისინი ეუბნებიან რომ ევროკავშირი კი არის კარგი შენ თუ ეკითხები ადამიანს ევროკავშირი გირჩევნია თუ რუსეთი გეუბნება ევროკავშირი გირჩევნია მაგრამ პროპაგანდა იცის რას ეუბნება ევროკავშირი კი გირჩევნია მაგრამ ევროკავშირში ისკენ წასვლა შეიძლება დაგიჯდეს რუსეთთან ომად და მე ეუბნება აი აბა მშვიდობა გირჩევნია თუ ევროკავშირი და აი იქ უკვე ის მშვიდობას აირჩევს არა ევროკავშირს ხო მაშინ ასე უყენებს პროპაგანდას საკეთო შენ რუსი რას ეუბნებიან იცი ერთი ეუბნებიან რომ ჩვენ მაინც არავინ არ მიგვიღებს ევროკავშირში და როგორც ნატო გვატყუებდა აქამდე ღია კარით ისე მოგვატყუებს ევროკავშირიც მეორე ეუბნებიან და აჯერებენ რომ ჩვენ არავინ არ შეგვეკითხება მაგას დიდი ბიჭები როგორც გადაწყვეტენ და გადაინაწილებენ სოფლიოს ამერიკა და რუსეთი და ჩინეთი და თუ იტყვიან რომ საქართველოს უნდა იყოს რუსეთი იქნება რუსეთი და დამთავრდა და ჩვენ არავინ არ გვეკითხება და რა აზრია ქუჩაში გამოსვლას ან რამეს და მესამე ეუბნებიან მაგას რომ თუ ჩვენ მაინც არ მოვიშლით ჩვენსას და მაინც წავალთ ევროკავშირში და რუსეთი არ გაგვიშვებს და დაგვიწყებს ომს და მორჩა დამთავრდა მაგ ყველაფერს ასაცევნებიან მაგის იჯერა იმ დაახლოებით 30% ქვემოთ არიან იმ ბაბს რომელიც ყავთ ამ საინფორმაციო ველში მოქცეულ და რომელიც მათ შორის ფულით ყავთ მომული მათი დიდი ნაწილი ყოველ შემთხვევაში მაგას ვერ ცდებიან მაგას გეუბნები რომ მიუხედავად იმისა რომ ასობით მილიონი ჩაასხეს ეგ რაღაცები ვერ შეცვალეს როგორ არის გაიზომება ადამიანები რომლებიც სულაც არიან ოცნების ხარ არ არიან ოცნების ხარდამჭერები საკმაოდ და თამამად აკრიტიკებენ ოცნებას მაგრამ საგარეო პოლიტიკა ოცნების მოსწონთ და ამბობენ რომ ზიახ ჩვენ უნდა ვიყოთ ახლა ბუჩქებში დიახ ჩვენ გვეომება დიახ ჩვენ არავინ არ ვკითხავს არაფერს ვიცი რომ ეგ ხალხი საბოლოო ჯამში მიდიან და ისევ აი 30% ნაწილი არიან ეგ ხალხი ვიზა შემელაპარაკები რაც იზომება სოციოლოგიაში და ჩანს რომ 30% ზემოთ მაინც ვერ ადიან ნუ რავი გადაუწყვეტელების გადანაწილებით და რაღაცებით ადიოდნენ ცოტა მეტზე მაგრამ ჯამში მაინც ვართ ორჯერ მეტი და შესაბამისად ეგ პროპორცია რომ შეიცვალოს მათ სასარგებლოდ ყოველ ერთ გაქცეულ ქვეყნიდან გაქცეულ ოცნების მხარდამჭერზე უნდა გაიქცეს აქეთ მხრიდან 3 რაც არ ხდება კოცები გარბიან უფრო მეტი ჩემი აზრით ვიდრე სხვები ამიტომ ეგ პროპორცია არ იცვლება იმათ სასარგებლოდ რაც არის პრობლემა არის რომ აქტიური ხალხი გარბის აქეთ მხრიდან მაგრამ ჯამში ისინი პროპორციას ვერ ცვლიან და მაგიტომაც უწევთ ორი პროპაგანდის ხაზის ქონა ერთდროულად ერთის ხრი უნდა იძახო რომ ევროკავშირისკენ მივდივარ და მეორე ხრი უნდა იძახო რომ ევროკავშირი არის ცუდი რომ ევროკავშირში თუ შევალთ ევროკავშირი იქცევა იშლება იქ არის გარყვნილება ბლა სიგიჟე ხო რაც იყო საბჭოთა პროპაგანდა ხო გახსენს გემახსოვრება ეხა იპოვიან იმედს მე ხო ტელევიზორს არ უყურებდი 3-4 წელი სანამ დამიჭერდა იქ უყურებდი ხა იმედს და პოსტივის და აი ჩოლები საბჭოთა ოღონდ დღევანდე რუსეთთან შეიძლება უკეთესი, მაგრამ საბჭოსთან შეიძლება ბერად მდარე პროპაგანდა არის. პოულობენ, აი იპოვიან, რა ვიცი, რომელიღაცა ევროპის რომელიღაცა ქვეყანას, სადაც რაღაცა გაფიცვა არის და მაგაზი აქვს ჩავლებული და ნიუსია რომ აი ნახეთ საფრანგეთში გაფიცვა არის და всё დაიქცა საფრანგეთი და დაიქცა ევროკავშირი. მე იპოვიან სადღაც არ ვიცი. შიშველი ხალხი გამოვა იქ სადღაც არ ვიცი იმაზე მიტინგზე და ანახებენ რომ აი ნახეთ გარყვნილი ევროპა. მეორე საკითხი და უმნიშვნელოვანესი საკითხი რომელზეც თქვენმა ერთობა უნდა იმუშაოს რომ ანტიპროპაგანდისტული ცენტრი არის საჭირო რომელიც პასუხს ყოველდღიურ რეჟიმში უნდა მარტო მაგას კი არ აკეთებენ. შალვა პაპუაშვილი ყოველდღიურ რეჟიმში დგას და შალვა პაპუაშვილს რატო არ ლაპარაკებენ ამას? ხო პარლამენტის თავმჯდომარეს. იმიტომ რომ ვიღაცას ხო შეიძლება დაბალი რანგისას ალაპარაკოს, მაგრამ იმიტომ რომ შალვა პაპუაშვილს უფრო მეტი ადამიანი მოუწევს. თქვენიდანაც უნდა არსებობდნენ ლიდერები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ამას პასუხს გასცემდნენ. ეს როგორც მანქანა მათი მხრიდან მუშაობს, აქედანაც მანქანა უნდა მუშაობს. ესეც არ არის. მაგაზე მქონდა ლაპარაკი ჯერ კიდე მარიოთთან რომ აი საბას ხვიტარის დრის გამოც არის დაჭრილი გარეთო ტიტუშკები და გვახედეს პოლიციელები და გვახედეს ტიტუშკების ფონობით იქ ქონდა მაგაზე ლაპარაკი. ხო და ანუ ლაპარაკის იქეთ რატო ვერ წავიდა? მაშინ ვერ წავიდა, იმიტომ რომ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ. ან მივაღწევთ იმაზე რომ მნიშვნელოვანია. აი გეტყვი მაშინ რა მოხდა მოგიყვები მაშინ მოხდა ისო იყო ჩემ მევთქვი რომ ეს არის გასაკეთებელი და მეთანხმდა მე როგორც ინიციატივა როგორ არის ინიციატივა ნაკაზუმა ქართულად რომ ისჯები რომ ინიციატივაზე მე შემიტენეს მეთქვი ოკეი მე გავაკეთებ თქო მე გაიყვა რომ მე რო გამეკეთებინა ეს გამოვიდა რომ მარტო რაღაცა ჩვენი კოალიცია ჩაიწერდა ამაზე რაღაცა ქულებს ამიტომ მე შედახტა რომ არა ერთი კაცი არა და 4-მა უნდა გავაკეთოთო ანუ 4-ო პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო მე რომ დავიწყეთ და 4-მა გავაკეთეთ ერთად პირველ შეხვედრის მერე უკვე ლიდერები აღარ მოვიდნენ მეორე შეხვედრაზე მე ლიდერები რო აღარ მოვიდნენ მე არც ერთი არ ვიღაცა ერთი ლიდერი არ მოვიდა მე უკვე არც ერთი კოალიციდან ლიდერი არ მოვიდა საბოლოოდ დასრულდა ისე რომ ისეთი ხალხი აკეთებდა მაგალითად მედიას აღარ აინტერესებდა იმ ხალხის მოსვენა და საბოლოოდ მოკვდა ეგ ამბავი მაგრამ ეგ ეხება 2 წლის 3 წლის წინ 2 წლის ეგ არის 2 წლის წინანდელი ამბავი და ეხლა მგონია რომ მაგალითად შეთანხმება მოხერხდება რა
ხო, ეგ მაგალითი აჩვენებს, რომ უნარი არ აქვს ამ ოპოზიციას, თუნდაც ერთი რაღაცა გააკეთა. ორი წლის წინანდელი ამბავია, მე მეგონია მაგას გავცდით ახლა და ბევრად წინა ვარ წასული. მეგონია, მაგრამ რავი. ნუ რავი, მე ოპტიმისტურად ვარ. საქმემა თქვენმა გამოგაჩინა. კი, ბაზარი არ არის. ხო, ეხლა გადავიდეთ ჩვენ პირად საკითხზე, ანუ გირავო როცა გადაიხადე, ამაზე ხო, ეხლა ბოლო დროსაც მოვისმინე აგერ ლელოსგან კომენტარი, რომ აბა ჩვენმა ლიდერმა რო გადაიხადეს, მაშინ რეჟიმთან თანამშრომლობა იყო და ეხლა აღარ არის თანამშრომლობა და ბრძოლა. მე ველაპარაკე მაგაზე ლელოს, იმიტომ რომ მან ფაქტობრივი შეცდომები იყო ის რაც გრიგოლ გეგელიამ მილაპარაკა იმ ეთერში მესმის რომ დიდი წნეხის ქვეშ იყვნენ მაშინ და ვიღაცები მართლა აგინებდნენ მაგ არგუმენტებით მაგრამ მე საჯაროდ მაგ დაწერილი და მათ შორის ეს პოსტი ჩაუგდე ლელოს რომ ცოდნობდა საჯაროდ მაგ დაწერილი რომ მაგის გამო პოლიტიკოსების დამონათება არის სისულელე და არ შეიძლება რომ საბოლოო ჯამში ეგ არის ინდივიდუალური გადაწყვეტილება და არასოდეს არც მე და არც ჩვენი კოალიციის არც ერთ წარმომადგენელს არ გაუკეთებია ეგეთი ტიპის კომენტარი რომ გირაოს გადახდა არის რეჟიმთან თანამშრომლობა. სული სისულელი არის. პირიქით საწინააღმდეგო კომენტარები გვაქვს ნაკეთები და მათ შორის მე საჯარო პოსტი მაქვს მაგაზე დაწერილი. ამიტომ მის გამო რომ ვიღაცები მაგ არგუმენტით ამონათებდნენ ეგ რაღაცა ახლა ჩვენ მოგვაცხო არასწორია, მაგრამ მაგ თემაში შესვლაც არ მინდა და მაგაზე კამათიც არ მინდა რა ველაპარაკე. არა მაქვს ჩემთან ურთიერთობაში მათ გაგების პრობლემა არ აქვს. გაიგეს რომ ეგ ამბავი ყველა მომეხოცა მე და მათ შორის მითხეს რომ იმედმა გაქარდა არასწორად. თუმცა მე ტექსტი რო ვნახე, რავი, იდეაში სწორადაც გაქარდა იმედმა, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში შინაარსი მისი კომენტარის, გრიგოლის კომენტარის ეგ იყო, მაგრამ ეხლა მაგაზე აი მაგის გამო ეხლა დავიწყო მე რაღაც აქედან იქით ტალახისრო და არა ფაქტობრივად არაზუსტი კომენტარი იყო გრიგოლის ხიდან, იმიტომ რომ გასაგები რომ ძალიან ბევრი ხალხი მაგის გამო აგინებდა. მე სხვა არგუმენტებით ნათელი იყო საკითხი. მე სხვა არგუმენტებით არა, ნათელი არ იყო. ჯერ ერთი ნათელი არ იყო და როცა გადავიხადე, მე რო არ გადავიხადე თავიზოზე გირაო, ჩემი არგუმენტი მაშინაც არ ყოფილა ეგ რომ გირაოს გადახდა თანამშრომლობა რეჟიმთან. სულ სხვა არგუმენტების გამო არ გადავიხადე და ეგეც საჯაროდ დავწერე, რატო არ ვიხდიდი. და ეხაც რატო არ იხდიდი? დამოკიდებულებს ავიგეთ. თანამშრომლობა კი არ იყო. ანუ ჩემი დამოკიდებულება იყო მაშინაც და ეხაც დამოკიდებულება იყო ეგეთი, რომ ანუ ესენი არიან უზურპატორები, ძალაუფლება ხელში აქვს ჩაგდებული და გავალდებულებენ რაღაცების გაკეთებას შინაარსის გარეშე. ანუ როგორც გირაოს გადახდას თხოვდნენ მე, რომელსაც შინაარსი არ ქონდა. ანალოგია შეიძლება მომთხოვო ნებისმიერ სხვა რაღაცა. მე მოყავდა ხოლმე მაგალითი, რომ მაგათ არის რომ მომთხოვო, რომ გავიკეთო იმის კლოუნის წითელი ცხვირი, უნდა გავიკეთო თუ არ უნდა გავიკეთო რა. და ის არგუმენტები, რომელიც იყო ხოლმე საწინააღმდეგო, რომელსაც მე მეუნებოდნენ, რომ უნდა გადავიხადო, იყო ეგ რომ დაიკიდე კაცო მნიშვნელოვანია შენ გარეთ იყო და რაღაცები გააკეთო და მაქვს არაფერი ხო რაღაცებს შეხედე სხვანაირად და ეგეც აუხსენი რა ჩემი არგუმენტები დავწერე შემელო საწინააღმდეგო სახსნაც კი არ გამიჭირდებოდა უბრალოდ მე რო ჩემ თავს შევხედე როგორ უფრო გამიჭირდებოდა მოკეთ ამ საქმის კეთება რასაც ვაკეთე და გაგზელება მივხვდი რომ უბრალოდ ისე უფრო გამიჭირდებოდა ანუ მე რო ეხა კიდე არ გადამეხადა რომ დამეწერა არგუმენტები რატო არ ვიხდი და რაღაცა ეს მარტო ჩემი ამბავი არ იქნებოდა კიდე სხვების ამბავიც პლუს რაღაც არგუმენტი რომელიც არ ვიტყვი ვინ, მაგრამ ნუ რავი, მეგობარმა რომ ელაპარაკებოდა და მეკამათებოდა ის არგუმენტი მართლა ლეგიტიმური არგუმენტი იყო, რომ რავი, ესე გამომდისო, რომ შენ უბრალოდ გამოდისო, რომ ხო, აი მე გეტყვი რა იყო, ორი არგუმენტი იყო, ერთი რომ ჩემი ამბავი არ იყო და მარტო ჩემი ოჯახი არ იყო ამაზე დამოკიდებული, სხვების ოჯახებიც ხდებოდა ამაზე დამოკიდებული, ჩემ გადაწყვეტილებაზე, ეგ იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი ამბავი, რაც მაწუხებდა და მეორე იყო ის, რომ უბრალოდ მითხრა ამ ჩემო მეგობარმა, რომ ნუ ეხა პროსტო გაიჩიტო რაღაცა გიჟი ტიპიო, რომელიც უბრალოდ შეგისწავლესო, ნახეს რომ რაღაცა ხისთავიანი ვით იქცევი, რაღაცაზე რომ გაჭედა არასოდეს იმას არ იცვლიო და მაგაზე აგაგდებენ და იყენებენ შენ წინააღმდეგო და სწორი იყო რომ ასე ვთქვათ გადაიხადე. ხო, თუმცა ის არგუმენტი რაც მე მქონდა, რატომაც არ ვიხდი, ის არგუმენტი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტი. ადამიანებს უბრალოდ არ ესმით, მე ხო რომ მეც და სხვა ადამიანებს პოლიტიკოსები ქვია, ჩვენ ხო რობოტები არა ვართ. ჩვენ ხო რაღაცნაირად ფუნქციონირებთ რა და ჩემი ფუნქციონირებისთვის. ეხლა აი მაგალითად გეტყვი რა, იმ დღეს რამდენიმე დღის წინ რუსთავეზე ვიყავი და ქალბატონი მოვიდა და რაღაცა ატყობა ჩემი ხარდამჭერი იყო არ ვიცი მე არ ვიცნობდი სახეზე და დამიწყო საუბარი იმაზე რომ მე რაღაცა იქნებო რამენად მოახერხო რომ ქვეყანა წახვიდეო და რაღაცა გარედან დაეხმარო პროცესო რა იმიტომ რომ რაღაცა ნერვიულობო იმაზე და მარტო მე არა ვარ ეგეთიო ბევრი ნერვიულობ აქო იმაზეო რომ შეიძლება ისევ დაგიჭირონო და გარედან ხო უფრო მე შეძდებო და რაღაცა და აი რაღაცა ხა იქაც ხო რაღაცა საათი ხო ვერ ელაპარაკები და რაღაცა 5 წუთში ვეცადე რომ ამეხსნა რომ მესმის ეგ ყველაფერი რაღაცა მაგრამ მე სხვანაირი ადამიანი ვარ მე რო ეხა გარეთ გავიდე ქვეყნის გარეთ ხო ერთი პასპორტი და ის ჯოგა ჩავმართვეს და მართლა მაგ შემთხვევაში გამიშვებენ ეგეთი ეჭვი მაქვს თუ ვეტყვი რომ всё წავალ და აღარ ჩამოვალ თქო მაგრამ მე
მე არაოპერაბელური ხდები. ანუ მაგას ვერ ვაგებინებ ადამიანებს, რომ მე ეგეთი ადამიანი ვარ, რომ მე ფუნქციონირებ მარტო ისეთ შემთხვევაში, როცა რაღაცა ისეთ ნაბიჯებს დგავ, რომელიც მე ღამე მაძინებს. მე თუ ღამე არ მძინავს და რაღაცა მაწუხებს, არაოპერაბელური ვარ. ანუ ვერაფერზე ვერ ვერთვები. წიგს ვერ ვკითხულობ, მუსიკას ვერ ვუსმენ, ვერაფერზე ვერ ფოკუსირდები, მანამ სანამ რაღაცა მაგ ხინჯად ჩარჩენი და მაწუხებს, მანამდე შანსი არ არის. ანუ ვეღარ ფუნქციონირებ. მე რომ ჯერ ერთი რომ არასოდეს ამ ქვეყნის გარეთ არ მიცხოვრია. ანუ ადამიანებს არ ჯერათ ხოლმე, მაგრამ არ მიცხოვრია. ამ ქვეყნის გარეთ კი არა, თბილისიდან ვერ გავდივარ. ერთ კვირაზე მეთხას თბილისიდან რომ გავდივარ, ჩვეულებრივად მეწყება დეპრესია და უნდა დავბრუნდე ისევ თბილისში და მე რომ სადღაც გავიდი აქედან და მით უმეტეს რაღაცა განცდა მქონდეს, რომ ეს იმიტომ გავაკეთე, რომ რაღაცა არ ვიცი, ამ რეჟიმის იმას წრეხს ვერ გაუძლევთ რაღაცა, მე ხდები არაოპერაბელური. აუ, всё, ვერაფერს ვერ გავაკეთებ გარედან, თორე კი რა თქმა უნდა, ხა შემიძლია წავიდე ხა შეხვედრები გამართო, ვიღაცას დაველაპარაკო, რაღაცები ვაკეთო, მაგრამ ეგ არის მე აღარ ვიქნები მე და დავიშლები, ჩამოვიშლებ და დამთავრდება. ხო, ეგ ჩემთვის ეს გირაოს ამბავიც მაშინ იყო ეგ ამბავი, რომ მე თუ ეგ განცდა მაქვს, რომ რეჟიმი მაიძულებს, ეხა რიჟიკა რა ქვია იმას, კლოუნის ცხვირი გავიკეთო და ეგრე ვირბინო და ამას ვაკეთებ, იმიტომ რომ რა ვიცი, გარეთ დავრჩე და რაღაც გავაგზელო, მუშაობა და რაღაცა, ვერაფერს ვერ გავაგზელებ და ვერ გავაკეთებ. ეგ განცდა მქონდა მაშინ. და ეგ იყო ჩემი ერთადერთი არგუმენტი და არანაირი რეჟიმთან თანამშრომლობა და რაღაცები არ მიხსენებია, საერთოდ პირიქით, ვნახე რომ ვიღაცებს აგინებდნენ მაგის გამო, დავწერე საჯაროდ პოსტი, რომ ნუშებით, ანუ იდიოტობა ამის კეთება. ხო, და ამიტომ რა ვიცი, გრიგოლმა ვესმისაც ილაპარაკა, ჩემზე რატო იმას ხდა, ეგეც არ ვიცი, მაგრამ ფაქტობრივად არაზუსტი ის იყო, ტყილა გამოისროლა ჩემსკენაც და ჩვენი კოალიციისკენაც ეგ ამბავი, იმიტომ რომ არცეთ მე არ მახსოვს, რომ ჩვენი კოალიციისკენ ვიღაცას ეგეთი რამე ეთქვას. და ეხა საჯაროდ ვიღაცები სოციალებში მაგ არგუმენტებით, რომ რაღაც არ ვიცი, ლელოს იმას პრესავდნენ, ეგ რა აქეთ ნუისური მაინც რა, ისე ზოგადად თქვი რა. ბოლოს აუცილებლად მინდა კითხვა, ნახავდი ალბათ თქვენი ყოფილი თანაპარტიელის ვახტანგ მეგრელიშვილის პოსტს და სკრინი ჩამიგდეს კი რამდენიმე არა სადაც ნუ ახლა გზელი პოსტია მაგრამ ის წერს იმის შესახებ რომ აიო ჩვენზე რო ზურა ამბობსო რომ რეჟიმთან შეკრულიაო მე როდესაც არასოდეს არ მithkoms ეგეთი რამე თავარი იყო ის რომ მან თქვა რომ როდესაც პარტია გირჩი შეიქმნა თავის დროზე ზურა ნაციონალური მოძრაობიდან წამოვიდა და მე დამპატიჟეს გირჩი როცა მივედი პირველი რაც ვიკითხე იყო რომ ივანიშვილისგან რა გარანტიები გვაქვს რომ არც კი დამიშვიაო არც კი დამიშვია რომ ამ პარტია შეიქმნებოდა ივანიშვილისგან გარანტიების გარეშეო და რა პასუხი მოვისმინეო ჩემთვის მისაღები იყო ანუ ფაქტობრივად ისე გამოდიოდა რომ მითხრესო დამიდასტურესო რომ კიო ივანიშვილისგან გვაქვს გარანტიებიო ერთი რომ ვახო არ მოსულა კილში მე წავედი და მე შევხვდი ვიცნობდი ბენდუსგან უნივერსიტეტისგან და მე შევხვდი მაშინ შევხვდი უნივერსიტეტის ტერიტორიაზე და ველაპარაკე და არანაირ მე შევთავაზე მე ვიყავი პირადად ეგ ადამიანი და არანაირ არც პირველი კითხვად ყოფილა ჩემთან მიმართებაში მისგან და ზოგადად ჩემთან მიმართებაში ეკითხა საერთოდ არ დაუსვია რამე გარანტიები მაქვს თუ არა ბიზნესგან არაფერი მსგავსი არ ყოფილა სავარაუდოდ გულისხმობს და შეიძლება პალიკოსთან ქონდა რაღაცა მაგაზე საუბარი და იქაც მე ეჭვება რომ რამე ეგეთი პასუხი იმას გაეცა რომ ბიზნეს გვაქვს რაღაცა გარანტიებიო რადგან პალიკო გუბლაშვილი რაღაც ცოტა შემშეული სმენია მე რა მე ყველაფერი აზრი რომ ბიზნესთან შეთანხმებით შექმნით თქვენ ეს პარტია მე ხომ სმენია ყველაფერი და პალიკო არის დღემდე ჩემი მეგობარი და დღემდე რავი რაღაცა აზრი და ეგეთი რაღაცა თუ შეიძლება ვინმეს კითხო ხოლმე რაღაცაზე გადაწყვეტება რომ მისაღები რავი გოგა ხაჩიძე არის ეგეთი ადამიანი რომელიც ისაც ყოველდღურად ჩემთან არის და ურთიერთო და პალიკოც არის ეგეთი ადამიანი და პალიკოს გარდა კიდევ მყავს ეგეთი რამდენიმე ადამიანი რომელსაც აქვს ძალიან დიდი გამოცდილება მათ შორის არა მარტო გამოცდილება აქვს არამედ კომუნიკაცია და კონტაქტები აქვს შენარჩუნებული უამრავ ადამიანთან მიუხედავად იმისა რომ საჯარო პოლიტიკაში აღარ არიან ეს ადამიანები არც ერთი რავი ბევრი რაღაცები ესმის ბევრი ადამიანი მე რომ ვიღაცა რომ მოდის ჩემთან და ურთიერთობის დაჭერა უნდა დღემდე რო არ ვიცი ვინ არის ეს ადამიანი რავი ვეკითხები ხან პალიკოს ხან გოგას ხან ხო არ ქონია მასთან ურთიერთობა რაღაცა პალიკო იქნებოდა პერსონად რომელსაც რაღაც დაალაგებული ჰქონდა ბიზნესთან ჩემი აზრით მაშინაც იყო ეს აზრი რომ გირჩი იმიტომ წამოვიდა ნაციონალურობისგან პალიკომ წამოიყვანა ბიზნესთან ხო აღმოჩნდა რომ ბოდვა იყო ეხა ეგ ხო აღმოჩნდა რომ ბოდვა იყო ეგ ამბავი რავი ხა რატო შეიძლება მაშინ რავი მეტყობა მე რამეს მეტყობა მე რომ რომელიმე კონკრეტულ მომენტში ბიზნესსაც აწყობდა ისეთი რამე გავაკეთე მაშინ შეთანხმება და მე ჩაიშალა ეს შეთანხმება არა ჩემი აზრით ეგ ყველაფერი იყო უბრალოდ თავის დროზე მაშინდელი ნაციონალური მოძრაობის რავი ხომ ლანძღავდნენ თათხავდნენ ამ წამოსვის გამო მე ჩემსვერი ვაშაძე წამოვიდა იგივე დღე დააყარეს მე თვითონ გაიყვნენ და ერთმანეთს იმარშებოდნენ ეგ არის ჩაოლებრი ამბავი რა როგორ რაღაცა იცი როგორ შეიძლება ნაციონალური მოძრაობიდან პირობითად ვიზახი როგორ შეიძლება ჩვენი გუნდა წახვიდე როგორ შეიძლება ესეთი ჩვენ ხო ესეთი კარგები ვართ რომ ჩვენგან თუ მიდიხარ ესე იგი მაგრამ ეგ დამოკიდებულება ყოველთვის არ მარტო ნაციონალურ მოძრაობას და ნებისმიერ პარტიას და ნებისმიერ იმას რომ რაღაცა ჩვენგან თუ მიდიხარ ეხლა რანაირ შეიძლება თუ წესიერი კაცი ხარ რანაირ შეიძლება აქედან მიდიოდე მაგრამ რავი მე მაგამ ბავში მე ნაციონალურ მოძრაობის ბევრ ადამიანთან რავი დამილაგდა ურთიერთობა მიუხედავად იმისა რომ ლანძღვის იმაში გამატარეს წლების განმავლობაში იმას ისინიც მიხვდე რომ მე არავის თამაში არ მითამაში არასოდეს და თუ რამე რეპუტაციიდან ნდობა მაქვს ეხაც და ყველა მელაპარაკება მარტო მაგის გამო რომ იცია რომ მე ყოველთვის ვაკეთებ იმას ისიც ვჯერა ყოველთვის რაც შორის თუ ვაკრიტიკებ
მის გამო რომ რაღაცა და იქ რაც ეწერა მათ შორის ვახოს რავი თქვას ეხა რომ რავი პალიკომ მომცა გარანტიები მაშინ და მე წავალ და ვკითხავ მე პალიკოს მართლა მიეცით თუ არა გარანტიები მე მსგავსი რამე არ მსმენია არა მე მგონი ეგ არის ისულელე რავი ეხა რაღაცა ვიღაცამ რაღაცა შევა გადაკვით უთხა და იმან მაკედან იქ დასკვა გამოიტანა ეგეთ რამეს უშევ მაგრამ არანაირი გარანტიები არავისგან არ მქონია არასდროს არანაირი გარანტიები არ მქონია და რასაც იქ წერს მათ შორის რომ მე რაღაცა იმას გრილობანას თამაშობ არ ვიცი რას ნიშნავს გრილობანას თამაში და ეგეც ხო ის არის ეხა რავი მაგას არ ხვდებიან სახთან ანუ არაფერს არაკეთებს არაფერს ალაპარაკობს ის რომ მაგას სახთან დახვდნენ ტიტუშკები და მე სახთან მიღბიან ტიპები ხვდებოდნენ და იარაღის გამოყენება დამჭირდა ორჯერ მათ შორის ერთ ჰაიშსროლა დამჭირდა რომ გადავრჩენილიყავი მაგ ეგ არ გაუტაცებია არასოდეს სპეცრას იმის გამო რომ პოლიციას ელაპარაკებოდა რაღაცას უხსნიდა მე გამიტაცეს ნიკა მოსეშთან ერთად და წიხლების შევდნენ და მე ვიღაც ბოქსერი მოგვიყვანეს და იმან გვირთხა და ეგ მაგას ეგეთი რაღაცები არ გადაუტანია და ამიტომ შეუძლია ესე აგდებულად ლაპარაკი ჩემზე კი არა ზოგადად იმ პროტესტში რო ადამიანები იმაძეს ეგრე ლაპარაკობს რომ რაღაცა ისინი იქ რაღაცას მაიმუნები და თვითონ რო არ გადაუტანია შეუძლია ესე აგდებულად ლაპარაკობს და ამას ეძახოს გმირობანა. ანუ ადამიანებს რომლებიც ციხეში ზიან, ჭყალებში გმირობანას გამო ადამიანები რომლებიც აწამეს ჭყალებში გმირობანას გამო შეუძლია ესე აგდებულად ლაპარაკოს და მან ვწდები თქო მაგას ვიზახი მე ხო არასოდეს არ მიკადრებია კიდევ იმ რომ მიუხედავად ისე რომ ეგერიც რავი ლანძღისმეც ჩემი ლანძღისმეც არაფრით არ იყო დაკავებული კაი ხნის განმავლობაში ხა ბოლო პერიოდში მე მგონი შეეშვენ მაგრამ არასოდეს არ მიკადრებია რომ მეთქვა რომ ეგენი ვინმესთან შეკრულები არიან არასოდეს არ მიკადრებია უბრალოდ ვამბობ და იხაც ეგ თქვი რავი სხვაგან არიან კაცო რაღაც თავის განცდებში არიან, თავის გონკებში არიან, თავის რაღაცა ბრძოლაში არიან, რაღაცა ქიმერებს ებზვიან და ებძოლონ, კაც, მე ხო არ მაქვს პრობლემა. საბოლოო ჯამში, რასაც ლაპარაკობენ, ხა ეკონომიკაზე რო ლაპარაკობენ, რასაც ლაპარაკობენ, ეგენ დაწო US ლაპარაკობენ, რასაც მე ვლაპარაკობ წლების განმავლობაში ამ ქვეყანაში. აუ მაგნაწილში მგონია რომ ისევ არა ვართ აცდენილები, მაგრამ ამ ბრძოლაში, რა ბრძოლაშიც ეხა მე ვარ და ბევრი ადამიანია ამ რეჟიმთან მიმართებაში, მაგ ბრძოლაში ეგენი არ არიან, სადაც სხვაგან არიან. თქვენი კიდევ ერთი წევრი გამოვიდა და მე მაქვს ეჭვირო ცოტნეც და სხვებიც მას ეთახმებიან, ნიკა ობოლაძეს ერთ-ერთში და ფაქტობრივად ასეთ გზას გვთავაზობენ რომ მოდი შევურიგდეთ ბიძინას. მე არ მგონია ცოტა შეიძლება უთხრათ რომ ის რა ქვია ლეგიტიმური ხარ ბიძინა სანქციებს აღარ მოვიხოთ და ბიძინა აღარ დაგვიჭერს ნუ ნიკა ობოლაძემ ესე გაახმოვანებდა მე ეჭვი მაქვს რომ ცოტნეც ეთახმება მაგრამ ამაზე ახლა ნუ გავერთოთ მაგრამ ესეთი იდეა გაჩნდა ოპოზიციურ პლანზე რომ შევურიგდეთ ბიძინას და ბიძინა აღარ დაგვიჭერს და მოუშვებს მარწუხებს და პოლიტიკა დაბრუნდება ქვეყანაში. მოდი ერთი რომ ახალმაღალი ნათქვამია ის რომ თქვა რომ ეგეთი იდეა გაჩნდა ოპოზიციურ ფლანგზე, იმიტომ რომ ასად ოპოზიციურ ფლანგზე ეგეთი რამე მე არ მომისმინე, გარდა იმისა რომ ნიკასგან მოვისმინე, მე მგონი ფორმულაზე იყო, ციხეში უყურებდი და რავი, მე რასაც ფიქრობდი მივწერე ხა ნიკასთან მე მაგ ძალიან ისეთი უშუალო ურთიერთობა. ანუ წავაგეთ რა ბიზნესას, მათი მიდგომა რომ წავაგეთ ბიზნესთან ბრძოლა, არაფერი არ გამოვა და ჯობია პოლიტიკა მაინც დავაბრუნოთ. ფუნდამენტურად ცარი ამბავია და ნიკასთვის მაგასთან დაკავშირებით მილაპარაკია, მანამ სანამ დამიჭერდნენ დაჟე აქციების დროს ერთად რო ვიდექით ხოლმე, იქაც მაგიდიას უახლოვდებოდა, თრად ეგრე არ ქონდა არტიკულირებული, მაგრამ რო უახლოვდებოდა უხსნიდი რო ცდებოდა. მაგრამ ნუ რავი ხა მივიდა მაგაზრამდე და იქიდანაც მივწერე რომ მეთქი რავი ხა შეცდომა ამეთ მინიმუმ ესე მაინც ნუ გამოხატა მეგით მაგას მეთქი, იმიტომ რომ ჩემი აზრით ფუნდამენტურად ცდარია მეთქი და ცდება იმაში რომ არ ესმის სინამდვილეში რა არის რუსეთის ბუნება. ან არ ჯერა ბოლომდე რომ ჩვენ რუსეთს ვებძვით ახლა, ან არ ესმის რა არის რუსული ბუნება და არ ესმის ის რომ რუსეთს თუ რაღაცას დაუთმობ ის შეგჭამს მერე შიგნეულიანა ბოლომდე და მან ცდება ჩემი აზრით. ან უბრალოდ არ ჯერა ბოლომდე რომ სინამდვილეში ხა ეს არის რაღაცა ცივილიზაციური ბრძოლა ჩვენსა და რუსეთს შორის. შეიძლება ან ერთი იყოს, შეიძლება ან მეორე იყოს, მაგრამ ორივე შემთხვევაში ჩემი აზრით ცდარი არის. გასაგებია. მადლობა ინტერვიუსთვის. არაფერს, მადლობა შენ.